მწვანე შუქი საქართველოს ევროკავშირის საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება და ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. როგორ შეფასდა ბრიუსელში საქართველოში გატარებული რეფორმები, რა გზავნილები აქვთ ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს მისამართით და როგორია სტრასბურგის გადაწყვეტილების მიმართ მოლოდინი. თემის დეტალებითა და პოლიტიკური შეფასებებით ანა ბროლაძე 20:30-ში. აფეთქება ავტომობილის უვნებლად გადარჩენილი მეპატრონე და დაშავებული მოქალაქეები. რა მოწყობილობა აფეთქდა გივით არგამაძის კუთვნილ ავტომობილში და რა სყობიან თვითმხილველები. როგორია ექსპერტთა შეფასება და ბინაგებს პასუხს მომხდარზე. ნახეთ გენო ოსიყვაშვილის რეპორტაჟში. საღამოშვიდობისა ეს 20:30-ია გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98-სა და 1-ზე მე მაკაცინცაძე ვარ და 20:30-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. ვის ინტერესში შედიოდა ქალაქის ცენტრში ავტომობილის აფეთქება და როგორ აფასებს მომხდარს ნინო ბურჯანაძე. მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია არჩევნების შემდეგ აქვს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას, მორიგი რევოლუციის მოწყობის რესურსი და მოვლენათა როგორ განვითარება სელის დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს 20:30-ში. ასე ვის ინტერესია წინა საარჩევნო და არეულობისა და დაპირისპირების მოწყობა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად და რა შედეგს ელიან არჩევნებზე თავისუფალი დემოკრატები გია ცაგარეიშვილი უპასუხებს დღეს ასევე ჩვენ შეკითხვებს და ასევე დღეს რა მეთოდებით იბრძვის ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად და არსებობს თუ არა პროცესის პოლიტიკური ჩარჩოებიდან გასვლის საფრთხე, რა შედეგს ელის არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსი და რატომ აანონსებს ხმების დაცვისთვის ბრძოლა 20:30-ის შეკითხვებს დღესვე. ირმა ინაშვილი უპასუხებს მანამდე კითხვის სხვა თემები. ევროკავშირის მორიგი გადაწყვეტილება და ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე საქართველოს გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოს დღეს შეთანხმდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე მოლაპარაკებებს უკვე ევროპარლამენტთან დაიწყებენ. ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრთა გადაწყვეტილებით საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაცია და ეგრეთ წოდებული შეჩერების ახალი მექანიზმი ერთდროულად ამოქმედდება მწვანე შუქი საქართველოსთვის. ასე შეაფასა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღევანდელი გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრის საგანგებო მიმართვა და პოლიტიკური შეფასებებით ანა ბროლაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ანა, მოგესალმები და გისმენთ. საღამოშვიდობისა მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო. ასე დაიწყო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ჟურნალისტებთან შეხვედრა ბრიუსელში. მასპინძელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე და თქვა, რომ 28 წევრმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას. ისინი მოლაპარაკებას იწყებენ უკვე ევროპარლამენტთან და ბრიუსელის შემდეგ გადაწყვეტილება სტრასბურგმა უნდა მიიღოს. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს ევროპელები ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმის პარალელურად განიხილავენ, რაც გულისხმობს, რომ თუ ვიზიტორების რიცხვი გარკვეულ ლიმიტს გადააჭარბებს, წევრი სახელმწიფოები საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედების ბერკეტს იტოვებენ. დღეს ითქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭება და შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს. ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანა მივიღეთ მანდატი და ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ ვიწყებთ. სურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მიზანია ფორმალური პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. როგორც კი ეს მოხდება, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გამგზავრებას ევროპაში უვიზო და იქ 90 დღემდე დარჩენას. თუმცა ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. ჩვენ როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ყოველთვის სარისკოა საუბარი კონკრეტულ თარიღებზე. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს. მიმდინარეობს ორი პროცესი. ერთი ეხება საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას, მეორე კი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას. ჩვენ ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, თუმცა ეს ორი პროცესი არის ურთიერთდაკავშირებული. არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია და შეჩერების მექანიზმი ერთდროულად ამოქმედდეს. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. სურს მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც ხელს უწყობს მთავრობას, განახორციელოს რეფორმები, რაც გვაახლოვებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან ვიყოთ
თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შემდეგ დღეს ევროკავშირის საბჭომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. აღიარა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და დაასრულა საბჭოში განხილვები. დღეს ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს კონკრეტული შედეგები მოაქვს. როგორც იცით, ლიბეს კომიტეტმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციას. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი ასევე მისცემს ხმას ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ერთი შიდა პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც უახლოეს 2 დღის განმავლობაში ვეცდებით. საუბარია შეჩერების მექანიზმზე, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, რომელიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე კვირას შევძლებთ. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგამდე გრძელი გზა არ დაგვრჩენია. ვიზა ლიბერალიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს არის ბევრად მეტი. ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროექტი. ევროპარლამენტი მიესალმება მსგავს პროექტებს, რადგან ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ცდილობს თანამშრომლობას ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ისეთი პოზიტიური საკითხები, როგორიცაა მეტი ვაჭრობა, მეტი ვიზიტი, მეტი თანამშრომლობა 28 სახელმწიფოსა და საქართველოს შორის. ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან დაიწყოს, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ მიესალმება ამ დამსახურებულ პროგრესს. ტვიტერშივე აფასებს გადაწყვეტილებას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან იენსენი, რომელიც ამბობს, ვლოცავს საქართველოს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე, მოუწოდებ ევროპარლამენტს სწრაფი შეთანხმებისაკენ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება საგანგებო მიმართვის მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართულ საზოგადოებას მიღწეული წარმატება მიულოცა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების აღიარება და დაფასება. ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ ყოფილიყო აღიარებული. სურს კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას. ეს არის იმ შრომის დაფასება, იმ საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფორმების მხარდაჭერის დაფასება და აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელიც ექნება ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ სამინისტროში 100-ზე მეტი კანონი დაიწერა იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია წარმატებით დასრულებულიყო ჩვენი ქვეყნისთვის. მე მჯერა, რომ ახალგაზრდა თაობებისთვის ამ მთავრობამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა და ეს ის თაობა, რომელიც ევროპაში თავისუფლად ივლის და იქ შეძენილ გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობას მოახმარს. ესეთი კარგი ამბავი გვაქვს დღეს, მიუხედავად სიძნელეებისა ქვეყანა ვითარდება.
ევროპასთან დაახლოების გზაზე გადადგმული ნაბიჯი, რომელშიც ყველა პარტიამ შეიტანა საკუთარი წვლილი, ასე შეაფასა ირაკლი ალასანიამ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება და ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც შედეგების დადგომაში შეიტანა საკუთარი წვლილი. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი დიპლომატიური კაპიტალი სწორად ვერ გამოიყენა და ამიტომ ვიზა ლიბერალიზაციის მიღება ქვეყანას დაუგვიანდა. მართულ გუნდში დღეს თქვეს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროპა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს აღიარებს. პარლამენტის თავმჯდომარეს კი იმედი აქვს, რომ პროცესი საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მალე დასრულდება. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი გრძელდება, ვიცით რომ ეს პროცესი არის ხანგრძლივი, გრძელდება, წინ მივიწევთ, ნელი ნაბიჯებით ვიდრე იყო დაგეგმილი, მაგრამ წინ მივიწევთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს წინსვლა ლოგიკურ დასასრულამდე მივა. თარიღის გამოცხადება, რა თქმა უნდა, ეს არავის არ შეუძლია დღეს. ერთადერთი კარგი სიახლე, რაც ბოლო პერიოდში გავიგეთ, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ჩვენთან დაკავშირებით ვიზის ლიბერალიზაციასთან კუთხით. მე მინდა გითხრათ, რომ ეხლა მართლაც უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, უბრალოდ უნდა დაველოდოთ თვითონ შიდა პროცედურების დადგენას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც შეუქცევად ხდის ჩვენს მომავალს ევროპულ ოჯახში. ძალადობრივი გარემოს გამართლებას უთმობენ ძალიან დიდ დროს. საზღვარგარეთ სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს დიპლომატიურმა და საგარეო კორპუსმა და საქართველოს პოლიტიკამ ზოგადად ისე წარმატებულად ვერ იმუშავა ევროსტრუქტურებთან იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეს სიკეთე მიიღოთ უფრო ადრე, იმიტომ რომ ამ სიკეთის მიღება ნამდვილად იგეგმებოდა უფრო ადრე. თუმცა მე მაინც ვიმოდოვნებ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი საბოლოო ჯამში მაინც არ დაზიანდება. ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენი აზრით ნათელი დადასტურება იმის, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს და პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი აზრით ასევე არის ნათელი მტკიცებულება და დადასტურება იმის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მიუხედავად სხვადასხვა დესტრუქციული მცდელობებისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, დამაჯერებელი გამარჯვების შემდგომ კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად გავაგრძელებთ აი ამ პოზიტიურ განვითარებას. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ საბოლოო სიტყვა უკვე ევროპის პარლამენტმა უნდა თქვა საკითხი ევროპარლამენტის მართლმსაჯულების შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების ანუ ლიბეს კომიტეტმა უკვე დაამტკიცა საბოლოო კენჭისყრა ევროპარლამენტის სესიაზე უნდა მოხდეს ბრიუსელში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმს ევროპელი ლიდერები უკვე სტრასბურგში ხვალ იმშელებენ ხვალვე ევროპარლამენტში პლენარული სხდომაა ჩანიშნული თუმცა ჯერჯერობით არც შეჩერების მექანიზმისა და არც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე კენჭისყრა ხვალინდელ დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის საქართველოში იმედი ვაქვთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვეტილებას სტრასბურგშიც ძალიან მალე მიიღებენ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე საუბრობდა. აფეთქება დედაქალაქის ცენტრში ავტომობილის უვნებლად გადარჩენილი მეპატრონე გივით არგამაძემ და დაზარალებული მოქალაქეები რა მოხდა კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ გენო სიყმასშვილი გიამბობთ. ავტომანქანის უკანა მარჯვენა ნაწილში დაახლოებით აი ამ ადგილას უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული, ეს უნდა ყოფილიყო აფეთქების ეპიცენტრი. ექსპერტ ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი გივით არგამაძის მანქანაზე ახლა იმ ადგილს გვანახებს, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. ექსპერტს მწირი მასალების გამო უჭერს კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, თუმცა აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ყველაზე თავისუფალ ადგილზე იყო დამონტაჟებული, რის გამოც აფეთქების ტალღა ავტომობილის სალონის ნაცვლად გარეთ სივრცეში გაიშალა და გარშემო მყოფი ადამიანები დააზიანა. მანქანის შიდა მხარე კი აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა წნევის ძალამ გაბერა. მანქანის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა ამ ადგილას დამონტაჟება, ვინაიდან ციცარიელია. თავისთავად თუ ეს მოხდებოდა სხვა მონაკვეთში ავტომანქანის ადგილას, აფეთქების შედეგი იქნებოდა უფრო მძიმე, რასაც ვერ ვიტყვით აი დღევანდელ შედეგზე. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს აფეთქება არ არის იმიტაცია, ეს არის სრული აფეთქება, რომელსაც შეეძლო მიეყენებინა ძალიან დიდი ზიანი. ალთუნაშვილი ყურადღებას ამახვილებს მანქანის საწვავის ავზებზე. ექსპერტ ბალისტიკოსი მიიჩნევს, რომ აფეთქებამ ავტომობილის ქვეშ არსებული ჟანგბადი მთლიანად შთანთქა, რის გამოც საწვავი აღარ აალდა და მანქანას ცეცხლი არ გაუჩნდა. ექსპერტი ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლებოდა გამოეყენებინათ, მაგრამ ვარაუდობს, რომ მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს. საფოთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს ის, რომ აფეთქება მოხდარია თავის ხასიათით, აფეთქების ხასიათით და გამომდინარე ბრილიანტული ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით,
აი ეს მეტყველებს ნათება და შემდგომ დარტყმის ტალღა. ხოლო რაც შეეხება ავტომანქანაში მყოფთ, საგულისხმოა ის ფაქტორი, რომ კადრებში ჩანს, რომ წინა მარჯვენა მინა ჩამოწეულია, თავისთავად აფეთქების ტალღა გაიფანტა. არ დადგა ის შედეგი, რასაც თავისთავად აფეთქებას თანხმდრია. ასევე საგულისხმოა ის ფაქტორი, რომ აფეთქება, როგორც გარესამართლობრივი კამერებიდან ჩანს, ღია გარემოში, რამაც ხელი შეუწყო აფეთქების ტალღის გაფანტვას და ის ეფექტი არ დადგა, რაც აფეთქებას ახლავს თან. კამერის ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ გივით არგამაძის მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება 4 ოქტომბრის საღამოს 20 საათზე 59 წუთსა და 6 წამზე ამოქმედდა. აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზე მყოფი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს გივით არგამაძის მძღოლიც. თავად პარლამენტარს კი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდა. ჩავჯექით მანქანაში, გამოვიარეთ ჩვენი ოფისი მოგეხსენებათ სადაც არის, გამოვიარეთ ეს დაახლოებით ალბათ კილომეტრამდეა, ხო? ამოუხვიეთ ამ ადგილზე და აქ მოხდა უკვე აფეთქება. ოძრაობდა მანქანა, ამიტომ ამბობ დარწმუნებული ვარ, რომ დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა აფეთქება. დიახ, აი არც ვიცი ზუსტად. არა, მე არა მაქვს ისეთი დაზიანებები, არ ჩემძღოლს უბრალოდ აი კანტუზია სადაც ყურებში. ცუდად გვესმის. დღეს მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. გუშინ აფეთქების შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამომძიებლები მივიდნენ, საიდანაც როგორც განმარტეს სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ეხლა ამჟამად მიმდებარე ტერიტორიიდან ვიღებთ ვიდეო კამერის ჩანაწერებს. ვერაფერს ვერ გეტყვით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მიმდინარეობს გარე პერიმეტრის კამერების ინფორმაციის გადმოწერა, რომ მოხდეს მერე ამ კამერების თან გამომდინარე ინფორმაციის დამუშავება, როდის მოვიდა გივი პარტიის ოფისში, მანქანა სად იყო გაჩერებული, როდის დაიძრა, როდის წავიდა ოფისიდან. მიმდინარეობს მარშრუტზე დაზარალებული გადაადგილების მარშრუტის შესწავლა და არსებული კამერების სრულად დამუშავება გაანალიზება, პლუს იმ პარკირების ადგილებზე, სადაც ბატონი გივის მანქანა ჩერდებოდა, ამ მიმართულებით მუშაობენ ჩვენი გამომძიებლები, გარდა ამისა რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს და რაც თავარია დანიშნული არის რამდენიმე ექსპერტიზა, რომლის პასუხის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. გივით არგამაძის აფეთქების საქმეზე სისხლისამართლის საქმე 19-119 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური შეფასებები კეთდებოდა. ნაციონალური მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, მმართველი გუნდი კი ოპოზიციას გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკურ შეფასებებს მიშა ფეიქრიშვილი გაეცნო, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მიშა, მოგესალმები და გისმენთ. დიახ, გუშინ მომხდარი ფაქტი, თავარი პოლიტიკური შეფასებების, ასე ვთქვათ, თავარ თემად იქცა. დღეს ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იმყოფებიან მოკრიმინალო ელემენტები, რომლებისგანაც უნდა გაიწმინდოს პოლიტიკური პარტიები და მან ეთქვარი მიმართვაც გააკეთა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას პირველ რიგში იმ გარემოს გამო, რომელიც შექმნა. ცალკე არის აღნიშნული ღირსი ის სრულიად სამარცხვინო რეაქციები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ. პირველ რიგში დაბრალება თავად გივიზე, რომ მან თითქოს ინსერირება მოახდინა და მერე განცხადებები იმასთან დაკავშირებით თითქოს ეს ნაციონალურმა მოძრაობამ ან საქართველოს გარეთ ყოფმა ადამიანებმა გააკეთეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გზა არჩია ხელისუფლებამ და ესეთი ტიპის რეაქცია მისცა. ერთადერთი ვისაც უნდა რომ საქართველოს და არჩევნები არ ჩატარდეს სტაბილურ ვითარებაში, ეს არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია და ყოველთვის აკეთებდა ამას, რომ წინასაარჩევნოდ შეექმნა არასტაბილური გარემო ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ არ მივცეთ საშუალება არც ერთს გარედან თუ შიგნიდან არსებულ ძალებს აგვირიოს
ის შანსი, რომელიც მოგვეცა დღეს თავისუფალი არჩევნებით შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ხელისუფლების ინტერესებში წესით ესეთი რამ ნამდვილად არ უნდა შედიოდეს, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ხელისუფლებას ურტყამს და ქვეყნის ინტერესებს ურტყამს და მე ახლა ბუნებრივი ამტკიცებულებების ან რაიმე ინფორმაციის გარეშე ვერ გავაკეთებ რაიმე განცხადებებს, რომ ვინმესკენ გავიშვირო ხელი. ყველას განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს ვთხოვთ თავის შეიკავონ პოლიტიკური შეფასებისგან, მივცეთ შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგამოძიებო უწყებებს, რომ საქმე უახლოესი დღეების განმავლობაში გამოიძიონ და ყველაფერს თავის სახელით დაერქვას და სწორედ პროფესიონალებს მივანდოთ ამ საქმის გამოძიება. ნებისმიერი ინსინუაციები ამ საკითხის მოტივებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქმის გამოძიებას ხელს არ შეუწყობს. დიახ, მიუხედავად პოლიტიკურ სპექტრში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, ერთ საკითხზე ყველა თანხმდება, რომ საგამოძიებო უწყებებმა სწრაფად უნდა გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ოპოზიციის ბრალდებებს, ოპოზიციის ერთი ნაწილის ბრალდებებს დღეს მმართველი გუნდის წევრები პასუხობდნენ, როგორც ისინი აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, მინიშნებები გაკეთდა, რომ შესაძლოა აღნიშნული მომხდარი ფაქტის უკან იკეთებოდეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესები. ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ოპოზიციის ერთი ნაწილის სურვილს, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია არჩევნებამდე ან მის შემდეგ. ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს რა თქმა უნდა არ შედიოდა ქართული ოცნების ინტერესებში, თუმცა ამავე დროს ის ძალიან ასე ვთქვათ, დაემთხვა, პირდაპირ დაემთხვა ღამის კურიერს, დაემთხვა ნაციონალური მოძრაობის პრეზენტაციას რუსთავიორზე, დაემთხვა დღევანდელ აქციას, დაემთხვა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, სადაც ჩვენ პირდაპირ ვკითხულობთ იმ ინტერესებს, რაც თავად ნაციონალურ მოძრაობას თანსდებს. პირველივე მათი ბრალდების შემცველი განცხადება პირდაპირ ააშკარავებს, რომ ეს საკუთარი პოლიტიკური გეგმის ჭრილში შეიძლება განვიხილოთ და თუ გავიხსენებთ, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ხურჩის ეგრეთ წოდებულ ტერაქტს, მუხროვანის ამბოხს და ციხის ეგრეთ წოდებულ ბუნდს დგამდა, შემდეგ ადამიანებს ხოცავდა უდანაშაულოდ, საკუთარს თანამომხრეებსაც თუ სხვა ჩვენ მოქალაქეებს, მათთვის უცხოს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ პოლიტიკური ძალის ხელწერასთან თუ გავითვალისწინებთ ბოლო ინფორმაციებს არეულობისა და მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თუ რევოლუციის შესახებ, ვის აწყობს ესეთი ტიპის ქმედება, იოლად შეგვიძლია პასუხი გავცეთ. ეს არის სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა ისევ. პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რა სიტყვის გამოძიება, აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც ცნობილია აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, უკვე ამის შემდეგ გაკეთდება დამატებით პოლიტიკური განცხადებები. მადლობა, მიშა ფეიქრიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. რევოლუცია სისხლის ზღვრა ხალხის ქუჩაში გამოყვანა, კარვები და ბარიკადები, სატელევიზიო არქივი ბოლო 1 წლის განმავლობაში გავრცელებულ რამდენიმე სატელეფონო თუ აუდიო ჩანაწერს ინახავს, სადაც სწორედ ამ შინაარსის ფრაზებია გამოყენებული. ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ჩანაწერი 2015 წლის სექტემბერში გავრცელდა, როდესაც საქალაქო სასამართლოში რუსთავი-2 საქმის განხილვა მიმდინარეობდა. ამ ჩანაწერის გავრცელებიდან 1 წლის შემდეგ გავრცელდა კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ხალხის ქუჩაში გამოყვანაზე ესაუბრება. პარალელურად უკვე რამდენიმე დღეა თავისუფალი ზონის ყოფილი წევრები საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის გეგმაზე, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას გულისხმობს. ჩანაწერები და მზადება რევოლუციისთვის. თამარ ციკლაურიგი ამბობთ დეტალებს. ამ თათბირებზე გაჟღერდა ესეთი რამ, რომ საკუთარი მანქანები აქციის მონაწილეებმა თვითონვე საკუთარი ხელით უნდა დაწვან, ამ მანქანების საფასური დადგენილი არის საბაზრო ფასი და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა აუნაზღაურებს იმ. ეს არის განცხადება, რომელიც თავისუფალი ზონის გამგეობის წევრმა არჩევნებამდე ზუსტად 1 კვირით ადრე გააკეთა. ნუგზარ ჭიაბერაშვილი ორგანიზაციიდან წამოსვლის მიზეზად სწორედ იმ გეგმას ასახელებს, რომელიც მისი თქმით ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნო და არჩევნების შემდეგ აქვს და რომლის განხორციელებასაც პარტია თავისუფალ ზონასა და მოძრაობა საქართველოს ერთგულების სახელით გაწევრიანებული ახალგაზრდების რესურსით გეგმავს. კიევის ავტომაიდანი უნდა განხორციელდეს. ეს იქნება ლოკაციის წერტილი 3 წერტილი, თბილისის ცენტრალური უბნები, ეს არის თავისუფლების მოედანი, სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია და საქართველოს პარლამენტის ტერიტორია. ძველი პარლამენტის ტერიტორია იგულისხმება ამ შემთხვევაში. უნდა მოხდეს ქალაქის პიკეტირება, უნდა მოხდეს თუ შეიძლება დავარქვათ ამას სამოქალაქო დაპირისპირებაც კი. ნუგზარ ჭიაბერაშვილის ბრიფინგს თუ დავეყნობით, შეიძლება იყოს რაღაც კავშირში გუშინელი ფაქტიც.
აქციები, პროვოკაციები, სახელმწიფო უწყებების პიკეტირება და რევოლუციური სცენარი. სწორედ ეს არის ის გეგმა, რაზეც ჭიაბერაშვილამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფალი ზონიდან წამოსული 10-მდე ახალგაზრდა საუბრობდა. ბესო კალაძე და ირაკლი ქომეთიანი კიდევ ერთხელ იხსენებენ 19 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში შეხვედრას და გეგმას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მათ გააცნო. მათი თქმით, რევოლუციურ სცენარზე აქტიურად საუბარი პარტიისა და თავისუფალი ზონის რიგებში წინა საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად აგვისტოდან გააქტიურდა. მათი ინფორმაციით, დესტაბილიზაციისთვის აქტივისტები რამდენიმე ჯგუფად უნდა ყოფილიყვნენ დაყოფილი და თითოეულს კონკრეტული დავალება ჰქონდა. არეულობასთან მიბმული არის ბევრი საკითხი. შეიძლება იქ მოხდეს საბურავების დაწვა, მოხდეს ავტომობილების დაწვა, მოხდეს მაგალითად სავაჭრო ობიექტების დაზიანება, მიყენება ზარალის კონკრეტული ობიექტების და ამავდროულად აი ამ პროვოცირებაში, ამ პროვოკაციებში, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სხერბლიც. ამას არავინ არ გამორიცხავს და არავინ არ არის დაზღვეული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას დააკისრებენ ხელისუფლებას და ხელისუფლებას გამოიყვანენ დამნაშავედ. მოაწყონ დესტაბილიზაციები, ბლოკირება მოახდინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის და სხვადასხვა ისეთი ორგანოების, რომელიც ძალოვან სტრუქტურებზე პასუხისმგებელი იყო წინა საარჩევნო არეულობაზეც საუბარი და იყო მის შემდგომაც რეალურად, რასაც ადასტურებს მოვლენათა განვითარება. თავისუფალი ზონის რიგებიდან წამოსულები ამბობენ, რომ ეს არის სწორედ ის სცენარი, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი გუნდის წევრებს ერთ-ერთ ბოლო გავრცელებულ ჩანაწერშიც ესაუბრება. რევოლუციური სცენარი და სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის იმ ჩანაწერის შინაარსი, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა და სადაც ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გუნდს რევოლუციურ სცენარზე, ხალხის ქუჩაში გამოყვანასა და კარვების გაშლაზე ესაუბრებოდა. ჩვენი ამბზარა რევოლუციური ვითარებაში ჩავატაროთ ბარჩონები, ანუ ხალხის აღკინების პოლიცია ისე მოეჯება. რუსთავი მოაწირა ფიქსს. კარგად დავფორდეთ ფინანსები, აფინალები უნდა მისცეს კაცი დღეში. 2-3 თვიანი აქცია და დამჯდება 200 კაციანი კარული. მოგონია რომ მართლა ეგრე ჯობია, როგორც კაკოა. რევოლუციური სცენარი უნდა სხვანაირი არ ვიყავ, სხვანაირი. კაკოს ინტუიციას ვენდობთ ხე. გამოვიყურებთ უყურთ დამარცხებულები, ამიტომ კიდევ ბევრი ხალხის მობილიზება. ეს არ ყოფილა ერთადერთი გავრცელებული ჩანაწერი, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ფრაზებს რევოლუცია, სისხლისღვრა და ბარიკადებს ახსენებენ. ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი 2015 წლის 30 ოქტომბერს გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავიორის გენერალურ დირექტორს, ხოლო შემდეგ იგა ბოკერიას რევოლუციურ სცენარზე ესაუბრება. მაშინ რევოლუციის მოწყობა სასამართლოში რუსთავიორის საქმის განხილვის ფონზე იგეგმებოდა. უნდა დახვიდეთ რევოლუციურ სცენარს და მოუწოდეთ ხალხს დაცვისკენ უნდა გამაგდეთ. საჭირო ეხა ფიზიკური დაპირისპირება უნდა ვაჩვენოთ რომ ეს შეგვიძლია. აი, სხვანაირად ვერ მივიქცეთ ყურადღებას. ყურადღებაზე არ არის ბრძოლის უნარიანობა უნდა ვაჩვენოთ. ყურადღება რა, ყურადღება გაკრას რა აქ. უნდა იყოს წყვილპირის დანაყოფები და თუ გაისვრენ და გაისრულ. კიდევ ერთი გავრცელებული სატელეფონო უკვე მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბარია. ამჯერად 2015 წლის 2 ნოემბერი. ამ ჩანაწერშიც ყოფილი პრეზიდენტი მომღერალთან აანონსებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა სისხლისღვრა მოხდეს. მან სისხლისღვრა იქნება, რო იცოდა. რაბანჯი, აქა ჩვენთან? აბა. ხო, ალბათ იქნება. სტოპ პროექტმა კინძი იყო. ხომ რაღაცნაირად არის პასიურობენ, მაინც მე მგონი ცოტა შინიათ. ვისკაც. ჩვენებს. ეგ თავიდან ყოველწლიურად. შოულად. იქნება მე ნახო. ზუსტად 1 წლის განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში 10-მდე მსგავსი ჩანაწერი გავრცელდა და ძირითად შემთხვევაში მთავარი მოქმედი პირი ამ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილია, მთავარი ფრაზა კი რევოლუცია. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. ამორალური ქმედება, თანამედროვე ყვარყვარე, ეპითეტები, რომელიც იუსტიციის საბჭოს ხდომაზე მამუკა ახვლედიანის მისამართით ისმოდა. რატომ მოითხოვენ საბჭოს წევრები გვარამი ახვლედიანს შორის გამართულ საუბარზე გამოძიების დაწყებას? ახდენდა თუ არა სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებზე ზეწოლას და დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი ორგანოები ელექტრონული პროგრამის საკითხით, რომელიც საქალაქო სასამართლოში ახვლედიანის თავმჯდომარეობისას ხორციელდებოდა. დეტალები გიორგი კობერიძის რეპორტაჟში. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ამორალური ქმედება, თანამედროვე ყვარყვარე ეპითეტები, რომელიც დღეს იუსტიციის საბჭოს ხდომაზე მამუკა ახვლედიანის მისამართით ისმოდა, რატომ მოითხოვენ საბჭოს წევრები გვარამი ახვლედიანს შორის გამართულ საუბარზე გამოძიების დაწყებას და ახდენდა თუ არა სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებზე ზეწოლას. დეტალები გიორგი კობერიძის რეპორტაჟში.
ეს არის თანამედროვე ყვარყვარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს ლიტერატურულ პერსონაჟს ადარებს. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს ყველა წევრმა ახვლედიანი იმ კომუნიკაციის გამო გააკრიტიკა, რომელიც მასსა და ტელეკომპანია რუსთავიორის ხელმძღვანელს ნიკა გვარამიას შორის გაიმართა. საუბარს თავად გვარამია იწერდა. ეს შეხვედრა კი სასამართლოში რუსთავიორის საქმის განხილვის პროცესის პარალელურად შედგა. სწორედ ასეთ კომუნიკაციას იმ მხარესთან, რომლის საქმეც სასამართლოში იხილება, საბჭოს წევრები მოსამართლეთა კომუნიკაციის წესის შესახებ კანონის და ეთიკის წესების დარღვევად მიიჩნევენ. მათთვის ასევე მიუღებელია ჩანაწერის ის ნაწილიც, სადაც თანხის შეთავაზებაზეა საუბარი. წინსწრებად რაიმე განცხადების გაკეთებისაგან საბჭო მაქსიმალურად თავს იკავებს, იცით რომ მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. იყო კიდევ უფრო ამაზრზენი და ასე ვთქვათ, ყოველად მიუღებელი ამბები, კერძოდ შეთავაზება სამსახურიდან გადადგომის თაობაზე სანაცვლოდ გარკვეული დახმარების, ასე ვთქვათ, დაპირება. ძალიან გავს ეს ყველაფერი კორუფციას. შეიძლება თუ არა სასამართლოს თავმჯდომარისათვის გარკვეული ფინანსების შეთავაზება. მაშინდელი მოსამართლე არ ღვევს ყველა ეთიკის წესს, რომელიც კი ალბათ ეთიკის სამოსამართლეო ეთიკის წესებში არის ჩაწერილი, ასევე ცალსახად არ ღვევს კომუნიკაციის შესახებ, მოსამართლეთან კომუნიკაციის შესახებ წესს. მოსამართლის ეთიკის წესების დარღვევა ერთადერთი ბრალდება არ იყო, რომელიც საბჭოს წევრების მხრიდან მამუკა ახვლედიანის მისამართით ისმოდა. საბჭოს ხდომიდან სერგო მეთოფიშვილმა აუდიტის სამსახურს მოუწოდა დაინტერესდეს იმ 5 მილიონი ლარის ხარჯვის მიზნობრიობით, რომელიც მისივე თქმით მამუკა ახვლედიანის თავმჯდომარეობის პერიოდში სასამართლოში ელექტრონული პროგრამებისთვის დაიხარჯა. საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ლევან თევზაძემ კი კონკრეტული საქმეების მიმართ ახვლედიანის ფინანსურ დაინტერესებაზე გააკეთა განცხადება. ჩვენ ამასთანავე მქონდა ეჭვი, რომ მისი მხრიდან ხორციელდებოდა ზეგავლენა მოსამართლეებზე, რომ მიიღო რაიმე პირადი სარგებელი აღნიშნული, თუმცა ამას ხომაღლა მაშინ ვერ ვამბობდით. ახვლედიანის რა სარგებელს იღებდა ეგ თვითონ განსაჯეთ, რა წილებზე, რაოდენობის თანხებზე იყო საუბარი. 7 წლის განმავლობაში ის მუშაობდა მხოლოდ ელექტრონული პროგრამის დანერგვაზე. დაიხარჯა 5 მილიონზე მეტი ლარი. სასამართლოში პროგრამა არ მუშაობს. ალბათ უნდა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაინტერესდნენ ამ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი ითხოვს გამოძიება დაიწყოს და გაერკვეს რა თანხის შეთავაზებაზეა საუბარი. კოლეგების შეფასებებს უერთდება საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნული წევრი ბახტანგ ჭედლიშვილიც. თუმცა ფიქრობს, რომ ეს არ ამართლებს იუსტიციის საბჭოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. უნდა გახდეს გამოძიების ჩატარების საფუძველი. ეს არის პირველ რიგში იგივე შეთავაზების საკითხი, ასე ვთქვათ, თანხის სანაცვლოდ გარკვეული მოქმედების. ხო დავინახეთ ახლა რეალურად რაში არის საქმე და რეალური საფრთხები რა ყოფილა. ფაქტიურად იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი მიუხედავად ამდენი თავდასხმებისა, თავისი გადაწყვეტილებებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეინარჩუნდა სასამართლო სისტემა. ყოფილი კოლეგა მოსამართლეების და საბჭოს სხვა წევრების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე მამუკა ახვლედიანი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. სატელეფონო საუბარში კი ბრალდებებს უარყოფს. არა ავთენტო ჩანაწერი, რომელზეც მართლა წარმოდგენა არ მაქვს, რა არის და როგორ არის დამონტაჟებული. ასეთი კომენტარები და შეფასებები, ეგ იგივეა, რომ YouTube-ზე მოწმის ჩვენება ამოიღონ და ამ ჩვენებაზე განაჩენი დაადგინა. მეთოფიშვილის კომპიუტერთან შემხებლობა ცოტათი ჯობია პრიმატების, მაიმუნების შემხებლობას ტექნიკასთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც გაუმართლებლად მიიჩნევს იმ სახის კომუნიკაციას და საუბრის შინაარს, რომელიც გვარამიესა და ახვლედიანს შორის შედგა. ძალიან დამაზიანებელია ამ ტიპის ჩანაწერები და ძალიან დამაზიანებელია მცდელობები, რომ საზოგადოებრივ აზრზე მოხდეს манипуლირება ჩანაწერების მეშვეობით, მაგრამ არანაკლებ დამაზიანებელია, როდესაც ამ ტიპის კომუნიკაცია მიმდინარეობს ერთის მხრივ სასამართლოს და მეორეს მხრივ მედიის წარმომადგენლების მხრიდან. ნიკა გვარამიესა და მამუკა ახვლედიანს შორის გამართული საუბრის აუდიო ჩანაწერის ვრცელი ვერსია გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა. სასამართლოს თავმჯდომარე რო გადადგება და იტყვის რუსთავიორის საქმეზე. გაჩალიჩებული საქმეები ჩემ მოსამართლეში დედას მოგაცე ჩემ ყველას 6 მილიონი და ამას ვიჩარავ. ჯერჯერობით გამოძიება ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებითაა დაწყებული.
ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე 6 ექსპერტი დაიკითხა მათი საექსპერტო დასკვნების მიხედვით. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა დამონტაჟებულია. ექსპერტ ნათელა მძელურის თქმით, სპეცოპერაციისას მოკლულ შოთა გორგაძეს ერთი ტყვია თითქმის მიბჯენით აქვს მოხვედრილი. დაცვის მხარე ექსპერტების დასკვნებს მყარ-მტკიცებულებად არ მიიჩნევს. პროკურორის დავით ნეფარიძის თქმით კი ექსპერტების დასკვნებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სპეცოპერაციის იმიტირება მოხდა. საქმეზე ბრალი დათა ახალაესა და გიად გებუაძეს აქვს წარდგენილი. გამოკვლევაზე წარმოდგენილი იყო სამი პიროვნების ტანსაცმელი, ცეცხლნასროლი დაზიანებებით. ძირითადად აინტერესებდათ იყო თუ არა ცეცხლნასროლი დაზიანება და რა მანძილიდან იყო ნასროლი. იყო ახლო მანძილიდან თითქმის მიბჯენით ერთ-ერთ პიროვნების ქურთუგზე. და ახლო მანძილიდან იყო ასევე სხვა ტანსაცმელზე, ხო ბევრი დაზიანებები იყო ძალიან. კითხული მოწმეებიდან ნამდვილად არავის მიერ არ იქნა გადასტურებული ის რომ არათუ სრულ, არამედ ავტომატიცკი ცეცხლსროლი იარაღიც კი ოქონოდა ბატონ გიორგი გებუაძეს, ვერ დაადასტურა და არ უთქვიათ, იმიტომ ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რასაც ფაქტს ადგილი არ ქონია. ექსპერტებმა მიუთითეს, რომ სროლები, რომლებიც ჩანაწერის დასაწყისში ჩანს, ხორციელდება არა სპეცოპერაციის, როგორც დამახასიათებელი სპეცოპერაციის დროს კონკრეტული რაღაც მიზნის მიმართულებით, არამედ ხორციელდება ჰაერში. ანუ ჰაერში სროლებით შეერბიან ეს პირები ნავთლუღ სადგურის ტერიტორიაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს არაერთი მოწმის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ უკვე მას შემდეგ რაც მოხდა კონკრეტული პირების ლიკვიდაცია, მათთან იარაღების დალაგება, ამის შემდგომ მოხდა იმიტირებული, ანუ სცენის გათამაშება, თითქოს სპეცოპერაცია ტარდებოდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-სა და ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის SAERA-ის სადამკვირვებლო მისიები. ორგანიზაციების დამკვირვებლები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციაც მიიღეს. ორივე ინსტიტუტი შემაჯამებელ პრეს-კონფერენციას არჩევნების შემდეგ კვირას გამართავს და პროცესის მიმდინარეობაზე საკუთარ პოზიციას გამოხატავს. გუშინდელიდან მოყოლებული ვხვდებით პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათთან განვიხილავთ წინასაარჩევნო გარემოს. ხვალიდან უკვე ჩვენი დელეგაციის წევრები რეგიონებში გადაინაცვლებენ და არჩევნებამდე იქ ჩაატარებენ სხვადასხვა შეხვედრებს. შაბათს ბუნებრივია დავაკვირდებით არჩევნებს და შემდეგ შევაჯამებთ კვირას დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე. დღევანდელი დღე არის გამონაკლისი, ყოველ დღე ვარ რეგიონებში, დღეში მაქვს 3-4 შეხვედრა, ვხვდები უამრავ ადამიანს. ძალიან კარგად ვიცი, რამდენი მხარდამჭერი ვყავს, არ ვაპირებ არანაირი ესე ვთქვათ, ისტერიკების გამართვას და მუქარების გაგზავნას ხელისუფლებისათვის, მაგრამ ნამდვილად მოუწოდებ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ხმას დავიცავთ, იმიტომ რომ მე ვხედავ, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ჩემს პოზიციას. საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ყველა თემაზე ვისაუბრეთ, NDI საერთოდ დიდი ხანია საქართველოში მოვაწეობს და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის და მადლობა გადაუხადებულებრივია ვაშინგტონიდან ჩამოსულ და არა მხოლოდ ვაშინგტონიდან ჩამოსულ სტუმრებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა მივიღეთ, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს. ჩვენი დელეგაციის დაახლოებით 30 წევრი იმყოფება აქ 5 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენელი დელეგატებით. დავაკვირდებით არჩევნებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ჩვენი დამკვირვებლები უკვე ხვალიდან გაემგზავრებიან. დავაკვირდებით არჩევნების დღეს და უკვე არჩევნების შემდეგ დღეს პრეს-კონფერენციაზე შევაჯამებთ და გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენი აქ ყოფნის მიზანი არის დავაკვირდეთ და შემდეგ მთავრობას შევთავაზოთ სასარგებლო რჩევები, რაც დაეხმარება პარლამენტსაც საარჩევნო კანონის გაუმჯობესებაში. რაის მოკლევადიან დამკვირვებლებს მივაწვდეთ ინფორმაციას იმ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ფიქსირდებოდა მთელი ამ კვირების განმავლობაში, ამ ძალადობის კულმინაცია, რასაც ვხედავთ კვირების განმავლობაში, რომელშიც პირდაპირ არიან ჩართული ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები და განსაკუთრებით კონკრეტულად კახა კალაძე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის კულმინაცია იყო გუშინდელი აფეთქება გივი თარგამაძის და ეს არის ყველაფერი იმ შედეგის, რასაც თესავს ხელისუფლება. აზე გავუსვით იმას, რომ ჩვენი ყველას ინტერესია, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად მშვიდობიანი და სამართლიანი და ყველა დაგვეთანხმართ და ამაში. ასევე იყო მიმოხილვა საქართველოს სამომავლო განვითარების შესახებ ვისაუბრეთ. არ ყოფილა არაფერი ისეთი განსაკუთრებული შეკითხვა უახლოეს მოვლენებთან დაკავშირებით. მე მგონი ყველას კარგად ესმის, რომ ყველანი დაინტერესებული
დაინტერესებულები ვართ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პარტია არის დაინტერესებული ამ არჩევნების ძალიან მშვიდობიანად ჩატარებაში. ნაციონალურმა მოძრაობამ ვარდების მოედანზე წინასაარჩევნო აქცია გამართა და მხარდამჭერების მობილიზებას შეეცადა. ნაციონალური მოძრაობის აქცია დაგეგმილზე 1 საათი დაგვიანებით დაიწყო. აქციის მონაწილეებს უკრაინიდან ოდესის გუბერნატორმაც მიმართა. გიორგი მანჯავიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში, როგორ ჩაიარა ნაციონალური მოძრაობის დღევანდელმა შეკრებამ. გიორგი, გისმენთ. ნაციონალური მოძრაობის 4 საათზე დაანონსებული აქცია 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. ლიდერები მხარდამჭერებს ელოდებოდნენ. აქცია ვარდების მოედანზე ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობის სიმღერით გაიხსნა და დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. სცენაზე ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მომღერალი ლექსენი ენაცვლებოდნენ. დაახლოებით 6 საათზე ყოფილი ხელისუფლების მომხრეებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა დაიწყეს, სადროსაც ვარდების მოედნის თავზე ცოცხ გამობმული დრონი გამოჩნდა. ცოცხიანი აპარატი აქციის თავზე რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა. ცოცხის გამოჩენამ აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გააღიზიანა. აქციაზე შეკრებილებს ოდესიდან სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა და უკრაინის მოქალაქემ სამ დღეში ზღვის გადმოლახვა და დიდი გამარჯვება დააანონსა. ზუსტად სამ დღეში ყველა ჩვენგანი, ვისი აზრებით შეიძლება არ დამთხოვდა ერთმანეთს წარსულში, გავერთიანდებით საქართველოს მომავლის და ჩვენი ბავშვების პერსპექტივის გარშემო. ეს არის 3 დღე დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე. ხოლო ჩვენთვის და საქართველოსთვის ეს არის 3 დღე გამარჯვებამდე. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კომენტარები გუშინ მომხდარ ფაქტზეც გააკეთეს და გივით არგამაძის მანქანის აფეთქებაში ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. აფეთქება რა ძალიან მძიმე იყო სროლების არჩევნო შეხვედრების დროს საქმეებიც აღძვრა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ ვითომ ვიღაცას რაღაც დესტაბილიზაცია უნდა ეს არის ყველაფერი ტყუილი სიმართლე ის არის რომ ხალხს უნდა შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ და ჩვენ მეტი ადამიანი გვენდობა ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას მე არც კი ველოდი რომ ამ რაოდენობის ხალხი გამოვიდოდა ესეთი მასშტაბური აქცია მე ძალიან დიდი ხანი არის თბილისის ქუჩებში არ მინახავს ეს ნიშნავს რომ ხალხს უბრალოდ აღარ სურს შეგუება იმასთან, რაში ცხოვრობს დღეს, იმ ვითარებასთან, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ამიტომ სრულიად ცხადი არის, რომ 3 დღეში დაიწყება დიდი ცვლილებები საქართველოში. ვარდების მოედანზე დაწყებული აქცია რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გაგრძელდა და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით ჩამოიყვანა. მე ძალიან ნამაყი ვარ, რომ დგევარ ქართველი ხალხის გვერდით, ვიღებ მონაწილეობას ასეთ დიდ გამარჯვებაში, ჯერა რომ ჩვენ მართლა გავიმარჯვებთ და საქართველო გავწყინდება. არ გვინდა ესე იგი ივანიშვილის ხელისუფლება მოგვატყუა. პირდებოდა ძალიან ბევრს რო თქვა რომ არაფერი შეასრულა და შეასრულა. ჯანდაცვა, C-ჰეპატიტი უფასო გახადა, მოგვეწონა. ბევრი რამე კარგი გააკეთა ვაღიარეთ. აი სავალდებულო რო გახადა სამხედრო სამსახური. იმდენი რამე ქვეყანა ხალხი გამოყარა სამსახურებიდან. ხო იყო 4 წელი, ეხა წავიდეს. ვართ შემართებით მოსული 8-ში ვიგებთ არჩევნებს. საქართველოს უნდა გავანთავისუფლოთ ამ ჯოჯოხეთისგან. ნაციონალური მოძრაობის წევრები ხალხის სიმცირეზეც საუბრობდნენ, მათი განცხადებებით თბილისში მცხოვრები აქტივისტების რესპუბლიკის მოედანზე სრულ მობილიზებას ხელისუფლებამ შეუშალა ხელი და ამის მტკიცებულებად თბილისის მეტროპოლიტენის გაჩერება დაასახელეს. თუმცა მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის განცხადებით მეტროს მოძრაობა ტექნიკური მიზეზებით მხოლოდ 15 წუთით შეფერხდა. როგორც უკვე გითხარით, შეკრებამ ექსცესებისა და არეულობის გარეშე ჩაიარა. მადლობა პირდაპირ ეთერში გიორგი მანჯავიძე გვერდთვებოდა. და დღეს კიდევ ერთი თემა. დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა საზოგადოებას მისი სამომავლო გეგმები გააცნო და ბიუჯეტის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზეც ესაუბრა.
ბიზნესმენებთან ერთად ჯერ გავუზიაროთ ჩემი ხედვა ზოგიერთი ეკონომიკური საკითხების და მე მათთან ერთად ვიფიქროთ და მე გავუზიარო ის ხედვა რაც მაქვს თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესმა, საზოგადოებამ და მართლობამ, ანუ პარლამენტიდან თუ ადგილობრივ მართლობიდან, როგორ ყველამ უნდა ითანამშრომლოს იმისთვის, რომ ეს უბანი მთაწმინდა, რომელიც არის პირველი უბანი, გახდეს ერთგვარი სამაგალითო უბანი. ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ვიქტორ დოლიძე წყნეთის ქუჩაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. საუბარი მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს შეეხო. ვიქტორ დოლიძე მოსახლეობას დახმარებას და მათი პრობლემების შესაბამის ორგანოებამდე ბიტანასაც დაპირდა. ინფრასტრუქტურული პრობლემა აწუხეთ ამ ხალხსაც. აშენდა ძალიან ვიწრო ხიდი, თუმცა აშენდა მაინც. ამავე დროს ამ ხიდთან ორივე მხრიდან მისასვლელი გზა არის პრაქტიკულად იმდენად ჩავარდნილი და გაუმართავი, რომ შეუძლებელი ხდება ადამიანების გადაადგილება. მე იმედი მაქვს და მინდა ვისურვო, რომ ქალაქის მერია მიაქცევს ამ ხალხს ყურადღებას და გადაუწყვიტავს ამ პრობლემებს. მე ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გაო ხუჩენს შორის შეხვედრაც გაიმართა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს. მხარეთა შეფასებით საქართველოს ჩინეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. მათი თქმით, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ჩინეთში იმპორტისას ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან. მათ შორის არის სოფლის მეურნეობიდან ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია, როგორიც არის ღვინო, ბრენდები, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილის სრულად და ასე შემდეგ. საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთისთვის ევრაზიის რეგიონში პირველია. ეს ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს. სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პერსპექტივა ძალიან დიდია. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. აქ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა და ადვილად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს, ბოსტნეულს და ხილს. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. ვის ინტერესში შედიოდა ქალაქის ცენტრში მანქანის აფეთქება და როგორ აფასებს მომხდარს ნინო ბურჯანაძე. მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია არჩევნების შემდეგ. აქვს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას მორიგი რევოლუციის მოწყობის რესურსი და მოვლენათა როგორ განვითარებას ელის დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძე 20:30-ში. 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ვის ინტერესში შედიოდა ქალაქის ცენტრში ავტომობილის აფეთქება, მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია არჩევნების შემდეგ და მოვლენათა როგორ განვითარებას ელის დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უპასუხებს 20:30 შეკითხვებს. ქალბატონო ნინო, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ქალბატონო ნინო, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან სამართლებრივ შეფასებას მოვისმენთ, საინტერესო პოლიტიკური შეფასებაც, როგორ ფიქრობთ პირადად თქვენ არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ქალაქის ცენტრში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გივით არგამაძის მანქანის აფეთქება? მოგესალმებით, მანკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მართლა 2 დღით ადრე მომეცით საშუალება ვესაუბროთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაწუხებელია, რომ ესეთი რამ მოხდა. უპირველეს ყოვლისა ძალიან მწუხვა, რომ დაშავდნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანები და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს ადამიანები გამოჯამრთელდებიან და თავისთავად ცხადია, ნებისმიერი ესეთი ფაქტი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის მიმართული, აბსოლუტურად მიუღებელია, აღმაშფოთებელია და ძალიან ცუდია ქვეყნისთვისაც და ზოგადად პოლიტიკური პროცესებისთვის. ეხლა რაც შეეხება ვის შეიძლება ეს აწყობდეს,
ну ეხა მე არა ვარ ნამდვილად ქართული ოცნების ადვოკატი, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და ძალიან ხშირად და ძალიან საფუძვლიანად ვაკრიტიკებ ქართულ ოცნებას, მაგრამ ქართული ოცნების ინტერესში რომ არ შეიძლება ეს შედიოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ. დანარჩენი ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს, ბევრი სხვადასხვა ვერსიები არსებობს. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ინციდენტს მოეფინება ნათელი. მე არ მაქვს იმედი, რომ ეს ხელისუფლება გამოიძიებს ამას ისევე, როგორც ვერ გამოიძია ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი და რეზონანსული საქმეები. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ მრჩეველი ჩვენ დაგვიჭერს მხარს, 3 ნომერს შემოხაზავს 8 ოქტომბერს, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და გამოვიძიებთ ამ ფაქტსაც, ვინ იდგა ამის უკან, ვინ გააკეთა, ვის ინტერესში შედიოდა და გამოვიძიებთ ყველა სხვა გახმაურებულ და გაუხმაურებელ საქმეებსაც, რომელიც გამოძიებას ელოდება. ქალბატონო ნინო, სწორედ ვერსიებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, პრეზიდენტმა მომხდარს უწოდა ტერაქტი, პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დივერსია, თუმცა მთელი დღის განმავლობაში იგივე პოლიტიკოსების მხრიდან ისმის ურთიერთბრალდებები, იგივე სოციალურ ქსელში კეთდება, მინიშნება ნაციონალური მოძრაობის მისამართით. ექსპერტების ერთი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა იდგას რუსული ინტერესი. თქვენ თუ გამორიცხავთ რუსული ინტერესი? არა, მე არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია და არაფრის დადასტურება, იმიტომ რომ არანაირი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ არსებობს ლოგიკა. მე უბრალოდ ვერ ვხედავ, რაში შეიძლება აწყობდეს რუსეთს გივით არგამაძის საფეთქების ინსპირირება. გარწმუნებთ ახლა რუსეთს რომ ეს აფეთქება მოეწყო, გივით არგამაძისგან არაფერი აღარ იქნებოდა დარჩენილი და კიდევ კარგი რომ ეს ასე არ მოხდა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე ბუნებრივია პირველ რიგში იურისტი ვარ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი და ბუნებრივია რომ არგუმენტების და საფუძვლის გარეშე ან მტკიცებულების გარეშე ვერავის ვერ დავადებ ხელს, მაგრამ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია განმხური მოაწყოს, რომელსაც შეუძლია 2008 წლის წაგებული ომი გამოაცხადოს მოგებულ ომად და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია იმ უბედურებების შემდეგ, რაც მან დამართა ქვეყანას და 100,000-ობით ადამიანს ქვეყანაში ილაპარაკოს სამართლიანობაზე, ილაპარაკოს თავისუფალ სასამართლოზე, პოლიტიკურ დევნილებზე, ილაპარაკოს იმაზე, რომ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ქვეყანას ააყვავებს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამდენად აქვს გაწყვეტილი შუბლის ძარღვი, რომ ერთი წამითაც კი წარბი არ შეუხრიათ და ბოდიში არ მოუხდიათ საქართველოს მოსახლეობისათვის და თიც გვიქნევენ და აქეთ გვასწავლიან ჭკუას და გვარიგებენ, ამ პოლიტიკურ ძალას, რა თქმა უნდა, არც მსგავსი ქმედების განხორციელება გაუჭირდებოდა. ადვილად გაიმეტებდნენ თავისივე თანაგუნდელს თუ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებში შევიდოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამის მტკიცებითი ფორმით თქმა ნამდვილად არ შემიძლია. ქალბატონო, გამუდმებით ისმის მოსაზრებები, იგივე ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩევნებზე პროვოკაციის მოწყობის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა, თუნდაც იგივე თავისუფალი ზონის ყოფილი წევრების მხრიდან. არჩევნებამდე დარჩა 3 დღე და იმ ყველაფრის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, დღეს რა შეგიძლიათ თქვათ, ანუ რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ დესტაბილიზაცია და მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება? რაც შეეხება დესტაბილიზაციას, მე შემიძლია გითხრათ ამას ვამბობდი პრაქტიკულად ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა არ აგებს პასუხს ყველა ჩადენილი დანაშაულისათვის, ვიდრე არ აღდგება სამართლიანობა და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ვიდრე ვინც ციხეში უნდა იჯდეს სააკაშვილის მეთაურობით არ ჩაჯდება ციხეში, ყოველთვის იქნება ქვეყანაში არასტაბილურობის საფრთხე და იმის საფრთხე, რომ სრულიად უდანაშაულო გამვლელი ადამიანები შეიძლება შეეწირონ ნაციონალური მოძრაობის მოქმედებას ან მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. რაც შეეხება, ვთქვათ, მართალი ბრძანდებით, რომ 2 დღე დარჩა პრაქტიკულად არჩევნებამდე, მე მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოეგონ იმ პროვოკაციას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, მოაწყოს, ანუ ძახილი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვა, ნაციონალური მოძრაობა ვერ მოვა ხელისუფლებაში არჩევნების გზით, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. რამდენი ადამიანიც არ უნდა შეკრიბონ, დღევანდელი შეკრება იყო კარგად ორგანიზებული ძალის მიერ განხორციელებული შეკრება, ეს ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად კარგად შეუძლია, მათ აქვთ უზარმაზარი ფულადი რესურსი, აქვთ რუსთავი 2 თუ აქვთ რუსთავი 2, როგორც გნებავთ და ყავთ ადამიანები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითაც კი, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ისიც კი ვერ მოახერხა ამ 4 წლის განმავლობაში, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოეშორებინა ადმინისტრაციული რესურსისათვის და
შეეცვალა ეს რეალობა, ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ მათ გარკვეული რაოდენობის ადამიანების მობილიზაცია შეძლეს, მაგრამ ძვირფასო ტელემაყურებლებო. ნაციონალური მოძრაობა არის ძალა, რომელსაც თავისი ბოლო მომხრეც კი გამოყავს. არჩევნების დროსაც და ასეთი მასობრივი შეკრებების დროსაც. ასე რომ, რაც ნახეთ თქვენ დღეს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების თუ ვარდების მოედანზე, ეს არის ის რაოდენობა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს და ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოყვანას უზრუნველყოფს. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ, რომ რაიმე ტიპის პანიკის საფუძველი არის. ქართულ ოცნებასაც სხვათა შორის აწყობს მოსახლეობის დაშინება, რომ არიქა და ნაციონალური მოძრაობა მოდის, ეს მგელი მოდის პრინციპით, რომ ადამიანებს აფიქრებინონ, რომ აი მართალია ქართული ოცნება უმაქნისი და არაფრის გამკეთებელია და არც ერთი დაპირება არ შეუსრულათ, მაგრამ მავნებელ ნაციონალურ მოძრაობას მაინც ჯობიაო და ამ პრინციპით მისცემ ქართულ ოცნებას ხმა. არ შეცდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა გადაარჩინა ზუსტად იმისათვის, რომ ამ არჩევნებზე საფრთხობელად გამოეყენებია. უბრალოდ მთლად ბოლომდე ვერ გათვალა ნაციონალური მოძრაობის თავხედობა და ნაციონალური მოძრაობის შესაძლებლობები, მაგრამ კიდევ კარგი საქართველოს მოსახლეობა მართლა ბრძენია და კიდევ კარგი ადამიანებს არ დავიწყებიათ რომ გაწყვეტილებთ მოგცემთ გაგრძელების საუბრის გაგრძელების საშუალებას უკაცრავად. უნდა ქართულ ოცნებას რა უნდა გაეკეთებინა, ანუ პოლიტიკური ნიშნით უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურებიდან ადამიანები. არა, პოლიტიკური ნიშნით არა, მაკა არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მე ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომელთაც კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. იგივე ის ადამიანები, რომლებიც გამგეობებში მუშაობდნენ, საკრებულოებში იყვნენ, ადგილებზე ან პოლიციაში ან პროკურატურაში მუშაობდნენ, როგორ ახლა ის ადამიანები, რომლებმაც დააკავეს 26 მაისის მონაწილეები, რომლებიც მერე ქართულმა ოცნებამ, პარლამენტმა და სტრასბურგმაც კი პოლიტიკურ დევნილებად აღიარეს, ის ადამიანები დღეს ისევ პროკურატურაში უნდა მუშაობდნენ? ჩვენი აქტივისტები, რომლებიც 26 მაისის მონაწილეები იყვნენ, გამოიძახეს პროკურატურაში 26 მაისის საქმეების ვითომ და გამოსაძიებლად და შოკში იყვნენ ადამიანები, როცა უკან მობრუნდნენ ოფისში და შეურაცხყოფილები და აღშფოთებულები, იმიტომ რომ იგივე პროკურორები და იგივე გამომძიებლები დახვდნენ ოფისში, რომლებმაც მათ წინააღმდეგ საქმე აღძრეს და საქმეები შეკერეს. ეს არ არის პოლიტიკური დევნა. პოლიტიკური დევნა არის ის, როდესაც შენ ადამიანს ანთავისუფლებ მხოლოდ იმიტომ, რომ მას სხვა პოლიტიკური ძალა მოსწონს. მაგრამ როცა ადამიანი კონკრეტულ დანაშაულს ჩადის, დევნის, აშინებს, აშანტაჟებს ადამიანებს, ეს არ არის პოლიტიკური დევნა. ასეთი ადამიანი უნდა გაანთავისუფლო, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. და ეს არის კანონის უზენაესობა. აი ეს უნდა გაეკეთებია ქართულ ოცნებას. იმას მშვენივრად ახერხებდა დემოკრატიულ მოძრაობაში რამდენიმე პროფესიონალი, როცა დაინახა და თავის რიგებში გადაყვანა დასჭირდა, რომ მოეთხოვა, რომ ბურჯანაძის პარტია დატოვეთ და ისე წავგიყვანთ თანამდებობებზე, თორემ სხვა შემთხვევაში არ დაგნიშნავთო. ამას ხომ კარგად ახერხებდა. ეს არ იყო პოლიტიკური მოტივაციებით ადამიანებზე ზეწოლა? არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა, ეს არ არის პრინციპული. რატო ყველაფერი მნიშვნელოვანია, მით უფრო წინა საარჩევნო პერიოდში? მე ვთქვი და ადამიანებისთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია, უბრალოდ თავარი ამაკა მე მინდა ადამიანებს ვუთხრა, განსაკუთრებით მე მინდა ჩვენი მომხრეების მობილიზაცია გავაკეთო და ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე, ყველა ხმა მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავს, ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზული გარღვევა შეგვიძლია გავაკეთოთ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. მე უამრავ ადამიანს შევხვდი მაკა ამ დღეების განმავლობაში, პრაქტიკულად დღეში 4 შეხვედრა მქონდა როგორც მინიმუმ და ვხვდებოდი ადამიანებს, ვესაუბრებოდი, ვუხსნიდი იგივე უბლოკო სტატუსს, რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობას, შანს იმისა, რა შემიძლია მე გავაკეთო ამ უბლოკო სტატუსის გამოცხადებით, რომ ჩნდება შანსი რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის, რომ ჩნდება შანსი იმისა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების მოლაპარაკებები დავიწყოთ და მავთუხლართები აღარ იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ ჩნდება შანსი, რომ გაიხსნას რუსული ბაზარი და ამით ქართულმა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ქალბატონო ნინო, ანუ გადავიდეთ უშუალოდ თქვენს პოლიტიკურ ძალაზე. რა შედეგცელით 8 ოქტომბრის არჩევნებზე, ანუ დემოკრატიული მოძრაობა სავარაუდოდ ატარებს ხომ შიდა კვლევებს. საინტერესოა თქვენი კვლევით ამ მომრჩევლის რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერის იმედი გაქვთ და რამდენ პროცენტიან მხარდაჭერას? მაკა მე ნამდვილად ვიცი, რომ
იმაზე 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა გვაქვს, რასაც გვიცხადებენ. ეს შემიძლია ერთნიშნულოვნად გითხრათ და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. მე შემიძლია მაგალითიც გავახსენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაგვიწერეს 1%, ესე ვთქვათ, კვლევებში და შემდეგ მივიღეთ გაყალბებულ არჩევნებშიც კი 10%, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაგვიწერეს 1.5% და მივიღეთ 11%. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ ვყავდა კომისიის წევრები და ჩვენი ხმების დაცვის შესაძლებლობა არ ქონდა. ეხლა გვიწერენ 2 ან 3%, რაც ტრადიციისამებრ ალბათ 10-ზე უნდა გადავამრავლოთ. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ახლა კომისიის წევრები, ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ არც გაიყიდებიან, არ გვიღალატებენ და პროფესიონალებიც არიან, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ყველა ხმას. იცით რა, მე ნამდვილად არ მეპარება იმაში ეჭვი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, ამიტომ მე ამის მტკიცება ნამდვილად არ მჭირდება. რაღაცა მტკიცებულებების მოტანა ან საგანგებოდ ხალხის შეკრება. იცით რა, ჩვენ ხალხს ვკრებდით მაშინ, როცა ამისი უკიდურესი აუცილებლობა იყო. მე ვერ ვხედავ ახლა იმის აუცილებლობას, რომ რაღაცა მასშტაბური აქციები ვატარო, რომ ვინმეს დაუმტკიცო, რომ ჩვენ ხალხს ალბათ ნინო 20-30% ელოდებით არჩევნებს. ეს გამოჩნდება 8-ში. არა, 30%-ს ნამდვილად არ ველოდები, მაგრამ მე არა ვარ ახლა ქართული ოცნება, რომელიც ჰაერში დაფრინავს და არც თუნდაც პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ამბობს, რომ 28,000 ადამიანი იყო ბათუმში და 30%-ს ელოდებიან, რა ვიცი, ხა მათ ალბათ ეს შეჯერათ. მე ნამდვილად არ ველოდები 30%-ს, მაგრამ ნამდვილად ველოდები ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას და ძალიან კარგად ვიცი ის, რომ ის კვლევები, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, არის აბსოლუტურად манипуლირებული. ძალიან კარგად ვიცი ის, რომ თავისუფალი დემოკრატები არათუ ვერ გვისწრებენ, არამედ ჩვენი მესამედი რეიტინგიც არ აქვს. ძალიან კარგად ვიცი ის, რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად არ აქვს ჩვენზე იმდენად მეტი რეიტინგი, რამდენსაც წერენ. ძალიან კარგად ვიცი ძალიან ბევრი სხვა რამ. ვიცი ისიც, რა მცდელობები აქვთ და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ზუსტი რეიტინგი იციან ქართულ ოცნებაშიც, იციან ნაციონალურ მოძრაობაშიც, იმედმაც გამოაქვეყნა სხვათა შორის ქალბატონო ნინო დღეს და ასე შემდეგ იცის თუ არა დღეს კვლევის შედეგები და 2% გაქვთ. მე უბრალოდ არ მინდა რომ არც ერთი პარტია გამოვყო. ბატონო? დღეს იმედმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც თქვენ გაქვთ 2%. ქალბატონო ნინო, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგი ამის წინ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც ვერ დააბალანსეს ელემენტარულად 100% და 101% იყო საბოლოო ბალანსი. რაც შეეხება 2%-ს გითხარით, მაგრამ თუ იმედი ამბობს, რომ გვაქვს 2%, როგორც ეს ხდებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს 20, იმიტომ რომ ყველა კვლევის შედეგი ჩვენ არსებული პრაქტიკით, რეალობიდან გამომდინარე, სხვა არ არის არაელი ციფრები. მე ფაქტებს გეუბნებით, რას გვიწერდნენ არჩევნებამდე და რას ვიღებდით არჩევნების შემდეგ. ზუსტად 10-ჯერ მეც. დღეს თუ დაგვიწერეს 2%, ესე იგი არის 20%. ქალბატონო, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგი და თქვენი მოლოდინი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ერთმანეთთან თანხმედრაში არ იქნება და ერთმანეთს არ დაემთხვევა, საინტერესო ასეთ შემთხვევაში როგორ იმოქმედებთ, ან მაგალითად იგივე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები აცხადებენ, რომ თუ მეორე ადგილზე ვერ გავლენ, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. თქვენ თუ განიხილავთ ამ სცენარს და ამგვარ სცენარს? მე არც ერთ ადგილს არ ვასახელებ და არც ერთ ციფრს არ ვასახელებ, ქალბატონო მაკა. მე ვიცი ზუსტად რამდენი ადამიანი მიჭერს მხარს. მე ზუსტი ინფორმაცია მექნება არჩევნების დღეს, რამდენი ადამიანი მოვა ჩვენი მხარდამჭერი, ვინ შემოხაზავს ამ ნომერს, რამდენი ხმა გვექნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებ. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას. ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, იქნება ეს ქართული ოცნება, პატრიოტთა ალიანსი, თავისუფალი დემოკრატები, თუ ლეიბორისტები, თუ ნებისმიერი სხვა, აქვს სრული უფლება, რომ ისე გააკეთოს განცხადება და ისეთი მოქმედებები დაგეგმოს არჩევნების შემდეგ, როგორიც მათ სურთ. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, არავის არ ვაპატიებ ჩვენი ხმების მოპარვას. ამ პარტიამ ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი ბრძოლა, ძალიან ბევრი უბედურება გადაიტანა თავის მხრებზე, ერთადერთი მიზნისათვის, რომ ქვეყანა უკეთესი ყოფილიყო და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გზა გახსნილიყო. ჩვენ არ ვიბრძოდით პარლამენტისა და ხელისუფლებისათვის მაინცა და მაინც და ეს გამოჩნდა 2012 წელს. როდესაც ის პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის და პარლამენტისთვის იბრძოდნენ, ნამდვილად მოხვდნენ პარლამენტში, მათ მიიღეს ის რისთვისაც იბრძოდნენ, ჩვენ მივიღეთ ის რისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენ მივიღეთ ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოშორდა ხელისუფლებას. ოღონდ სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ
თავისი აბსოლუტური უუნარობის და უსუსურობის გამო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სივრციდან მოშორება ვერ შეძლო. მაგრამ მე დღეს მოძრაობდი ქალაქში, რამდენიმე შეხვედრა მქონდა მათ შორის დიპკორპუსის წარმომადგენლებთან, ამიტომ მომიწია ქალაქში მოძრაობამ და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არა მარტო ნაციონალურ მოძრაობას აგინებდა, არამედ ქართულ ოცნებას იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ მისცა ნაციონალურ მოძრაობას შანსი და შესაძლებლობა, რომ ის მომხდარიყო დღეს თბილისში, რაც მოხდა. თუმცა ამაშიც მე ტრაგედიას ვერ ვხედავ, ანუ ვერ ვხედავ ტრაგედიას იმ შეკრებაში, რომელიც იყო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მაქსიმუმი რისი მობილიზაციას ნაციონალურ მოძრაობაში. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვთ ზუსტად 1 წუთი შემიძლიათ მოგცეთ, იმისთვის რომ მიმართოთ ამ მომრჩეველს და შემდეგ დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, მაკა მინდა მივმართო ჩვენს ამ მომრჩეველს, რომ არჩევანი გააკეთოს გონებით, დასვას კითხვები, ვინ არის ის პოლიტიკოსი და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს, როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან. ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების დაწყება და ქვეყნის ტერიტორიიდან მავთუხლართების გატანა? ვინ არის ის პოლიტიკური ძალა და ლიდერი, რომელსაც შეუძლია რუსული ბაზრის გახსნა და ეკონომიკისათვის ჟანგბადის მიწოდება, რომ ადამიანებმა ამოისუნთქონ და 2/3 მოსახლეობის სიღარიბის ზღვარს მიღმა არ ცხოვრობდეს და საჭმელი არ ენატრებოდეს და ბავშვებს ხილი არ ენატრებოდეს და ხორცი არ ენატრებოდეს ადამიანს. ვინ არის ის პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანას სწორგზაზე დააყენოს? მე მინდა ადამიანებს ვთხოვო, არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ სახლში, მობრძანდით და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელ პოლიტიკურ ძალას გინდათ რომ დაუჭიროთ მხარი, არ მიცეთ საშუალება ვინმეს, რომ თქვენი ხმა გამოიყენოს. არ წამოეგოთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ანკესზე. დაბეჯითებით, გეუბნებით და გთხოვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ ოცნებას ნამდვილად არ აქვს შანსი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის, ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ აქვს შანსი ხელისუფლებაში მოსვლის. ასე რომ ძვირფასო თანამემამულენო, არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა, არც მავნებელი ნაციონალური მოძრაობა და არც არაფრის მაქნისი ქართული ოცნება. შემოხაზეთ ნომერი 3 და თქვენ რეალურად მისცემთ საშუალებას ქვეყანას, რომ დადგეს სწორგზაზე და ამას ჩვენ გავაკეთებთ. მე თქვენ ამას გპირდებით. ძალიან დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს ნინო გურჯანაძე პასუხობდა რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. ვის ინტერესია წინა საარჩევნო დარეულობისა და დაპირისპირების მოწყობა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად და რა შედეგს ელიან არჩევნებზე თავისუფალი დემოკრატები? გია ცაგარეიშვილი 20-30-ში. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ვის ინტერესია წინა საარჩევნო დარეულობისა და დაპირისპირების მოწყობა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად და რა შედეგს ელიან არჩევნებზე თავისუფალი დემოკრატები? გია ცაგარეიშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო გია, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო გია, თქვენთან საუბარსაც გივით არგამაძის ავტომანქანის აფეთქების თემით დავიწყებ. როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე 4 დღით ადრე ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ქალაქის ცენტრში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მანქანის აფეთქება? ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, თქვენ მოისმინეთ ეს განცხადება. მე ვფიქრობ, ამ ქვეყნის მტერს სურს, რომ წინა საარჩევნოთ ძალიან დაიძაბოს სიტუაცია. სად უნდა აღმოაჩინოთ ეს მტერი და ვინ არის ეს მტერი? ეს უნდა დაადგინოს საქართველოს მთავრმა პროკურატურამ, რომელმაც დაიწყო მყისიერად გამოძიება. მე იმედს დავიტოვებ მაინც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წუნია პროკურატურის საქმიანობაში და ძალიან დიდი იმედგაცრუება გვაქვს ყველას, ვინც ველოდებოდით სამართლიანობის აღდგენას მთელი 4 წლის მანძილზე, რომ ამჯერად მაინც გავლენ დამნაშავეთა კვალზე უსწრაფესად და დააკავებენ იმ ადამიანებს, ან იმ ადამიანთა ჯგუფს გამოავლენენ, რომლებიც ლამობენ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების მორევში გადაჩეხონ, დაძაბონ სიტუაცია ქვეყნის შიგნით, რაც უდაოდ ძალიან შეარყევს ჩვენ იმიჯს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე სხვათა შორის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წუხარება გამოვთქვა ამ საზარელი შემთხვევის გამო. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ძალიან ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, ვინ დასახიჩრდა, ვინ დაიჭრა, ვინ იჯდა მანქანაში. მე არ გამოარჩევ ადამიანებს პარტიების მიხედვით, არ გამოხშირავ, ვინ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვინ არის სხვა პარტიის წევრი. არ დავემსგავსები იგივე ბატონ თარგამაძეს, რომელიც სულ ეს ამოხტომას ცდილობდა
ჩვენთვის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის ჟამს. ამიტომ მე მინდა უსურო გამოჯამრთელება იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა დასახიჩრებულები არიან და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მკურნალობენ სტაციონარში. კარგია რომ მათ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და იმედს ვიტოვებ რომ ისინი ძალიან მალე დატოვებენ საავადმყოფოს და ასევე მინდა მიულოცო საქართველოს დღეს ძალიან დიდი წარმატება ჩვენ გავდივართ ბოლოში თითქმის მივედით დიახ, თითქმის მივიყვანეთ ეს პროცესი ვიზა ლიბერალიზაციის ბოლომდე. ამაში მონაწილეობა მიიღო არაერთმა თაობამ ჩვენი ადამიანებისა, მოქალაქეებისა, პოლიტიკოსებისა. მინდა ყველას მადლობა მოახსენო, რომ ბოლოს და ბოლოს ამ გვირაბის ბოლოში გამოჩნდა სინათლე და ჩვენ მე იმედს ვიტოვებ ძალიან მალე საბოლოოდ მივიღებთ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს. ბატონო გიამ, დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გამართეს აქცია. აი ამ აქციის ფონზე როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას მეორე პოზიციაზე გასვლის შანსი? ნახოთ, ეს გაირკვეს 2 დღეში, სულ რაღაც 2 დღეში უკვე. 2 დღეში გავიგებთ, თუმცა დღეს თუ შეგიძლიათ რომ გარკვეული პროგნოზი გააკეთოთ, რამდენად აქვთ ამის რესურსი და ამის შანსი? მე ვისურვებდი ერთ რამეს, რომ ნაციონალური მოძრაობა არასოდეს ამ ქვეყნის სათავეში არ დაბრუნებული იყოს. ეს იქნება კატასტროფა სრული ამ ქვეყნისთვის და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემ ძალებშია, რა თქმა უნდა, კანონის ჩარჩოებში, რომ ეს ადამიანები არასოდეს ქვეყნის სათავეში არ მობრუნდნენ. ვინ გავა პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე? ნახოთ, დარჩა რამდენიმე დღე, რამდენიმე საათი ბუკვალურად და აღვიჭუროთ მოთმინებით, სულ ყველა მე, თქვენ, დანარჩენები და დავალოდოთ 8 ოქტომბერს. მე ბევრჯერ ვთქვი და ჩვენ საერთოდ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ არ ვენდობით არც გამოკითხვებს სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ ჩატარებულს თუ სხვადასხვა პარტიების მიერ ჩატარებულს. არ ვენდობით, რა თქმა უნდა, იმ ეგზიტ პოლებს, რომლებსაც ყველა ერთად ამზადებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე, ძალიან რთული და ტრაგიკული გამოცდილება, როცა ადამიანები, პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები, განსაკუთრებით რუსთავი 2 გვაჩეჩებდა თვალში ერთ ეგრეთ წოდებულ პარალელურ რაღაცა ვითომ სამყაროს და სიმართლეს და როცა გათენდებოდა არჩევნების მეორე დილა, სულ სხვა რეზულტატი დაიდებოდა ხოლმე. მე მახსოვს რა მოხდა 2008 წლის 5 იანვარს, მე მახსოვს რა მოხდა 2010-ში ადგილობრივი არჩევნების დროს, როცა ალასანიას უწერდნენ 8%-ს და აიღო 20% თუ 21%. მე მახსოვს რა მოხდა 1 ოქტომბერს 2012 წელს და ასე შემდეგ. დიდი დრო არ გვაქვს. ამ აცხადებთ რომ ეგზიტ პოლებს, კვლევებს, გამოკითხვებს არ ენდობით და ამ ყველაფერს ანუ შედეგს ჩვენ ნახავთ 8 ოქტომბერს დადგება ეს შედეგი. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ამ ტიპის პროგნოზი, რომ თავისუფალი დემოკრატები შესაძლოა ვიხილოთ მთავარ ოპოზიციურ ძალად. ბიძინა ივანიშვილის აი ამ პროგნოზს რამდენად ენდობით საინტერესო? ეს მისი შეხედულება იყო. ადამიანს აქვს ამგვარი წარმოდგენა არჩევნებამდე რამდენიმე დღით. ადრე როგორც ჩანს, მანაც შეამჩნია ის, რომ ჩვენი რეიტინგი იზრდება, ის რომ ჩვენ მუშაობდით მთელი ამ 3-4 თვის მანძილზე მოუხჩაუხრელად ჩვენი გენერალური ხაზი, რაც დავიკავეთ ჯერ კიდევ ივნისის თვეში არ გამრუდდა, მოვიტანეთ ჩვენი თავი აქამდე, მუდმივად ურთიერთობა ჰქონდა ჩვენ ამორჩეველთან და ოპონენტმაც და ჩვენი ოპონენტი პარტიის ლიდერმა ეს დააფიქსირა, ეს მისი შეხედულება არის. ახლა მე რომ გითხრათ, რომ ეს ძალიან მეწყინა მეთქი, თქვენ ხო ამას არ დაიჯერებთ არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ ნახოთ, როცა შენი მოწინააღმდეგე ასე გაფასებს, ეს ვფიქრობ, რომ არის გარკვეული ავანსი, ეს ასეა, ეხლა ეს ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს და ჩვენ ძალიან იმედიანად უყურებთ 8 ოქტომბერს და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწევთ. საერთოდ ცოტა ღიმილის მონგრელია, როცა პარტიების ლიდერები საუბრობენ 200,000-ზე, 300,000-ზე. ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენ ქართველები კი არა, ჩინელები ვართ. გამრავლდით უკიდურესად ვართ დაახლოებით მილიარდზე მეტი და ყველა პარტიას ყავს 100 მილიონი ამორჩეველი საქართველოში დაახლოებით. ეს კარგია, მე მიხარია ეს, რომ ეს ილუზიებში მაინც ვართ ამდენი ქართველები, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. ამორჩეველი არის იმდენი, რამდენიც არის, 3 მილიონზე ცოტა მეტი, ესეც კაცმა არ იცის არის თუ არა. მოდის ამის ნახევარი, არც მეტი, არც ნაკლები
აი ახლა ეს 1.8 მილიონ 700.000 ვიზე გადანაწილდება, რანაირად გადანაწილდება? ნახოთ თორე ისე გამოდის რომ ყველა პარლამენტში ხვდება. ყველა პარლამენტში ხვდება და ვინ რჩება გარეთ ეს კაცმა არ იცის. ბატონ გიამ, რადგან ვსაუბრობთ გამოკითხვებზე და კვლევის შედეგებზე, აქვე გკითხავთ, ტელეკომპანია იმედი სოციოლოგიური კვლევის მორიგ შედეგებს ავრცელებს, ეს მოხდა დღეს და ამ შედეგების მიხედვით არჩევნებში სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას აპირებს დაახლოებით 59% მათი ხმები კი პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა. ეს არის ქართული ოცნება 36%, ნაციონალური მოძრაობა 13%, რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, თქვენ გაქვთ 4%. თუ ეთანხმებით ამ მონაცემებს? მინდა ერთი რამ გითხრათ, მაგა ჩვენ ბოლო 3 თვის მანძილზე 3 კვლევა ჩავატარეთ. ივნისის ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში. ბოლო კვლევა ჩვენი დასრულდა 5 სექტემბერს. საკმაოდ გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაგვიტარა ეს კვლევა და აქ ველზე მუშაობდა ასევე ძალიან გავლენიანი, მე ვფიქრობ, ყველაზე ავტორიტეტული ქართული სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი. ახლა შეგნებულად არ ვასახელებ ამ ჯგუფის ვინაობას. ჩვენ მქონდა საკმაოდ მაღალი პროცენტი. ეს და კვლევამდე ეს პროცენტი იზრდებოდა. ციფრით შეგიძლიათ რომ დაგვისახელოთ ბატონო. ამ კვლევიდან კი ბატონო გეტყვით, ამ კვლევიდან ამოსული ეს მონაცემები ჩვენი ამ გეზის, ჩვენი პროგრამის ზოგადად კორექტირების საშუალებასაც გვაძლევდა. ჩვენ ბოლო კვლევით ქონდა სადღაც 13%-ის მიდამოებში და ფიქრობ რომ ეს არის საკმაოდ კარგი სასტარტო პოზიცია. ეს იყო 5 სექტემბრისთვის, იმის შემდეგ გავიდა თითქმის 1 თვე. გამომდინარე იქიდან რომ სხვა კვლევებში, ძალიან ტენდენციურ კვლევებში ჩვენი რეიტინგი ნელა, მაგრამ მაინც იზრდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია ჩვენ ამ დასახელებულ პროცენტზე მეტი ავიღოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ჩვენ არ დავიწყეთ, არ ჩავერთეთ ამ რეიტინგების ომში, რომელსაც ქართული ოცნება, ნაციონალურ მოძრაობასა თუ პირუკუ აწარმოებდნენ ერთმანეთთან ეს პარტიები. ის რომ პოლარიზებული იყო საარჩევნო სიტუაცია ზოგადად, ეს თვალშისაცემი იყო ორი დიდი უმსხვილესი მოთამაშე ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა მთელი ამ 3-4 თვის მანძილზე და დანარჩენებს რა თქმა უნდა ძალიან უჭირდათ, იმიტომ რომ ერთი მეორეთი აშინებდა და დღემდე აშინებს საზოგადოებას და მეორე პირველით აშინებს საზოგადოებას. ამიტომ აქ აუცილებელია ხალხმა დაინახოს ალტერნატივა, დაინახოს ახალი გზა, დაინახოს ახალი ხედვა ამ პოლიტიკური ვითარებისა და სიტუაციისა. თუ ჩვენ ეს შევთავაზეთ და მე მგონია რომ ჩვენ ეს შევთავაზეთ ამ 3 თვის მანძილზე, ეს იქნება ძალიან კარგი. კარგი იქნება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისთვის. იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას დღეს ჭირდება რეალურად ალტერნატივა. მე ვფიქრობ რომ თავისუფალი დემოკრატების სწორედ ის ალტერნატივა არის, რომელიც უნდა იყოს პარლამენტში, უნდა იმუშაოს პარლამენტში ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ბატონო გია, ძალიან ცოტა დრო დარჩა, თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ რომ მიპასუხოთ შემდეგ შეკითხვაზე. თქვენ საქართველოს მასშტაბით ჩაატარეთ კენჭისყრის დღისთვის გამოყოფილი შენობა ნაგებობების მონიტორინგი, ხომ? რა დროსაც როგორც შემდეგ განაცხადეთ, გამოავლინეთ არაერთი დარღვევა, რის შემდეგაც უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეთ. რა ინფორმაცია გაქვთ, ანუ დაიწყო თუ არა რეაგირება თქვენს მიმართვაზე? ჩვენ დავასრულეთ ეს დაახლოებით 10 დღის უკან. მინდა გითხრათ, თუ არც ერთ პარტიას ეს არ გაუკეთებია, მე მგონი არც არასოდეს არ გაუკეთებია. ამ 25 წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩვენმა დაუღალავად იშრომა და ნუ რაღაც წარმოუდგენელი სურათი დაგვხვდა. ჩვენ მე მგონი თქვენ ნახეთ ის სურათი, რომელიც მე გამოვაქვეყნე უკაცრავად, მაგრამ საპირფარეშო არ შეიძლება ტყეში გაანათავსო ბრეზენტის უკან. და თქვა რომ იქ ნორმალური პირობებია არჩევნების ჩატარებისთვის. ეს იყო კახეთში თუ არ ვცდები, გურჯაანის რაიონში და ასეთი ბევრი ადგილი გვაქვს ჩვენ. ძალიან ბევრ ადგილზე არ იყო უბრალოდ ელექტროენერგია მიყვანილი, იყო რაღაც ფარღალა მოშიშულებულ ადგილებში ჩატარებული. დაახლოებით 122 ამგვარი უბანი აღმოვაჩინეთ ჩვენ, რომელიც საკმაოდ დიდი ციფრია. ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რამდენიმე უბანში როგორც ჩვენ ვიცით, ელექტროენერგია უკვე მიყვანილია, ჩაისვა ფანჯრები იყო ჩალეწილი, წარმოიდგინეთ, ზოგიერთ უბანზე. გამოსწორდა გარკვეულად რაღაცა მიმართულებით სიტუაცია, მაგრამ ბევრ უბანზე ისევ დარჩა. მე მეშინია რომ ამ ხაროზების გამო საერთოდ ამ უბნებზე არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ დადგეს დღის წესრიგში. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 36 კვადრატულ მეტრ ფართობს როგორ შეიძლება 1300 კაცი მიიღო კენჭისყრის დღეს. როცა სტუმარი მოგდის ჩვენ სახლში 20-30
წუხვართ რომ ამდენი ადამიანი როგორ შეიძლება დაეტიოს ერთით ოთახში და რანაირად წარმოუდგენია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რომ 36 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1300-მა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა თუნდაც მისმა ნახევარმა 750-მა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თუნდაც იმის გამო რომ დღეს კიდევ ერთხელ გიხდებათ ამ თემაზე საუბარი ცესკო მოაგვარებს ამ პრობლემას მე იმედი დავიტოვოთ არჩევნებამდე ფაქტობრივად რჩება 2 დღე შეიძლება ასე თქვას იმის გათვალისწინებით რომ დღევანდელი დღე აქტიური ნაწილი უკვე ამოიწურა მე შემიძლია თქვენ დაგითმოთ 1 წუთი იმისთვის რომ მიმართოთ ამ მრჩეველს კი ბატონო დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის პირველ რიგში თქვენ მადლობა რომ მუდმივად გვაძლევდით შესაძლებლობას იმისთვის რომ ჩვენი პოზიცია გამოგვეხატა მე ბევრჯერ ვიყავი თქვენი სტუმარი ახლა რაც შეეხება ჩვენ მიმართვას მე ვფიქრობ რომ მთელი ეს 3 თვე ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ გავაცანით ჩვენი პროგრამა სრულიად საქართველოს ფეხდაფეხ მოვიარეთ ფაქტიურად ყოველი ოჯახი აი როცა მე ახლა თქვენ გესაუბრებით შტაბში ვიმყოფებით ჩვენთან და ერთი წამით არ წყდება აქ მუშაობა მუდმივი კონტაქტი გვაქვს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან რომლებიც კარდაკარ დადიან და აცნობენ ჩვენი პროგრამის ძირითად დებულებებს ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ 3 ძირითად დაპირებაზე რომელიც მუდმივად ტრიალებდა ყველგან ნებისმიერ ჩვენ შეხვედრაზე ნებისმიერ ეთერში. ჩვენ გვინდა 250 ლარი გავზარდოთ ეს საარსებო მინიმუმი, 300 ლარი პენსია და 500 ლარი მინიმალური ხელფასი. ეს იყო თავარი ჩვენი დაპირება, ეს იყო ჩვენი პროგრამის ეკონომიკური ნაწილი. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიყავით ჩვენ მოსახლეობასთან და ვფიქრობთ რომ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი საქართველოსთვის უნდა ავირჩიოთ ყველაზე უკეთესი პარტია. საქართველოში. ეს არის თავისუფალი დემოკრატები, რომლებსაც არასდროს ზურგი არ შეუქცევია ჩვენი მოსახლეობისთვის. იმ სიტუაციისთვის, რომელიც 7 წლის მანძილზე ქვეყანაში იქმნებოდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ მოვიტანეთ ამ ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბერი, ჩვენ მოვიტანთ ამ ქვეყანაში 2016 წლის 8 ოქტომბერს. უკეთესი საქართველოსთვის უნდა შემოხაზოთ უკეთესი პოლიტიკური პარტია, შემოხაზოთ 27 ნომერი, მხარი დაგვიჭიროთ და კვირდებით რასაც ახლა მე თქვენთან საუბრობ, ყველაფერი შესრულდება, უკლებლივ ყველა დაპირება და ჩვენ ვიქნებით ამის გარანტორები. ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ ფაქტურად ყველა კარგად იცნობთ სახეს. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს გია ცაგარეიშვილი პასუხობდა რეკლამის შემდეგ ირმა ინაშვილი შემოგვიერთდება. დაგველოდოთ. რა მეთოდებით იბრძვის ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად და არსებობს თუ არა პროცესების პოლიტიკური ჩარჩოებიდან გასვლის საფრთხე. რა შედეგს ელის არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსი და რატომ აანონსებს ხმების დაცვისთვის ბრძოლას? 20-30 შეკითხვებს ირმა ინაშვილი უპასუხებს. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება რა მეთოდებით იბრძვის ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად და არსებობს თუ არა პროცესის პოლიტიკური ჩარჩოებიდან გასვლის საფრთხე რა შედეგს ელის არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსი და რატომ აანონსებს ხმების დაცვისთვის ბრძოლას 20-30 შეკითხვებს ირმა ინაშვილი უპასუხებს ქალბატონებმა მოგესალმებით დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ ესეთი აქტიური და ძალიან მძიმე და დღის ბოლო ჩვენ 20-30 დავიწყოთ დღის ერთ-ერთი მთავარი თემით ეს არის გივით არგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე რომელზეც გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ამ დრომდე კონკრეტული ინფორმაცია არ მოხდა დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე საზოგადოებას არ აქვს, თუმცა კეთდება დღის განმავლობაში საღამოდან მოყოლებული და დღეს ასევე მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური განცხადებები. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ციტატას წავიკითხავ, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ვერ დაიცავს დანაშაულის ჩამდენს უმკაცრესი სასჯელისგან. საინტერესო თქვენ როგორ ფიქრობთ? ვის აწყობს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილის აფეთქება წინა საარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე დაახლოებით 3 დღით ადრე? სიმართლე გითხრათ, მე არ ვფიქრობ იმას, რომ თავი აიფეთქა გივით არგამაძემ და თვითაფეთქებას ჰქონდა ადგილი. არც იმას არ ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა, ეს სიგიჟეა. იმიტომ რომ ხელისუფლებას ამ ვითარებაში ნამდვილად არ აწყობს მსგავსი ტიპის ტერაქტების მოწყობა და არც არის ეს ბუნებით ის ხელისუფლება, ნამდვილად არ არის ის ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება ტერაქტების ორგანიზება მოაწყოს ქვეყანაში. ერთის მხრივ არც ამისი ძალა აქვს, მეორეს მხრივ არც ამისი სურვილი არ აქვს, ეხლა ეს უნდა ითქვას პირდაპირ. არც იმას არ ვხედავ მე რომ ეს გააკეთეს რუსეთის სპეცსამსახურებმა, ეხლა ვარწმუნებ მე ყველას, რომ რუსეთის სპეცსამსახურს რომ დომებოდა და ქონოდა სურვილი აეფეთქებინათ არგამაძე, გაცილებით ადრე ააფეთქებდნენ და მოიშორებდნენ მას. და არ ვხედავ, რომ არგამაძე არის ის ფიგურა, რომელსაც შეიძლება ტერაქტი მოუწყონ. ეხლა სხვა უფრო გავლენიანი ფიგურები
ჩანან და არიან ნაციონალურ მოძრაობაში. თუ კი ვინმეს ინტერესში შედიოდა აი მსგავსი ტიპის აფეთქების ორგანიზება, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ან რა ფიქრობ? სააკაშვილი, რომელიც არის წამსვლელი ყველაფერზე, იმისათვის რომ დაიძაბოს ქვეყანაში ვითარება, იმისათვის რომ სხვადასხვა საელჩოებმა, იგივე დასავლეთმა ილაპარაკოს იმაზე, აი ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ტერაქტები, პოლიტიკოსებზე. თქვენი არგუმენტები კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდოდ იმედია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც უყურებენ 2030-ს და როდესაც ისმენენ ამ განცხადებას, თქვათ, რამდენად სარწმუნო არის მათთვის ეს? იცით რა შესაძლოა არის ამდენად გაიმეტოს საკუთარი გუნდის ერთ-ერთი არის ხალხი მაკა რომელსაც ვერაფერში ვერ დაარწმუნებ იმიტომ რომ პათოლოგიურად თქვათ არიან განწყობილი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ ლიდერის მიმართ ყველას ყავს ასეთი მხარდამჭერები მე ამ ხალხზე არ ვლაპარაკობ საღად მოაზროვნე ნაწილს გულისხმობ როცა მეკითხებით რომ აი როგორ იქნება აღქმა ჩვენ ხო ვიცნობთ სააკაშვილის ბუნებას ვიცნობთ მისი მართვის სტილს ეს იყო აგებული მთლიანად ავანტიურაზე, პროვოკაციებზე, ადამიანების გაწირვაზე და რატომაც არა ეხა სააკაშვილი არიან მოქალაქეებიც, რიგითი სააკაშვილს არ აინტერესებს მოქალაქეები, როდის იყო სააკაშვილი დაინტერესებული იმითი, რომ მოქალაქე არ დაზიანებული. ეს ის სააკაშვილი არ არის და ის ნაციონალური მოძრაობა, რომ ამდენი ხალხი გაწირა ქვეყანაში და სისხლის გუბეებს აყენებდნენ 26 მაისს, 7 ნოემბერს, ეხა წარსულზე არ ვილაპარაკოთ და ვიწყოთ წარსული რა როგორ შეიძლება იმისი დავიწყება და სტილი თვითონ მართვის სტილი სააკაშვილის იყოს სწორედ პროვოკაციული ავანტიურისტული და დღეს თუ ვინმეს ინტერესში შედის მსგავსი ტიპის ტერაქტები თუ თავდასხმები თუ აფეთქებები ეს არის მიხეილ სააკაშვილი რადგან მიხეილ სააკაშვილზე საუბრობთ ქალბატონო ირმა დღესვე გააკეთა ოდესის გუბერნატორმა ნაციონალური მოძრაობის მომხრეების აქციაზე შეკრებილების მიმართა და ასეთი რამ განაცხადა რომ ხალხი წარსულის ქექვით და დაჭერებით დაიღალა და ხელისუფლებისგან საქმის კეთება სითხოს ასევე სააკაშვილის თქმით სამ დღეში შეჩერდება ცოცხებით მოსული ხელისუფლების უკუსლის პოლიტიკა დღევანდელი აქციის და ზოგადად არსებული რეალობის გათვალისწინებით პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ რა შანსი აქვს ნაციონალურ მოძრაობას 8 ოქტომბრის არჩევნებზე ახლა დღევანდელი აქცია ეს მაჩვენებელია იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა არავითარი მეორე ძალა არ არის ქვეყანაში არავითარი მთავარი ოპოზიციური ძალა არ არის ქვეყანაში. ეს იყო მთელი საქართველოს მასშტაბით მაქსიმუმი, რისი მობილიზაციაც შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან დაიძრა კოლონები და ისიც ვერ მოახერხეს, რომ აი ეს 6500 კვადრატული მეტრია ის ფართობი, სადაც განთავსდნენ ის ტერიტორია და შეევსოთ ბოლომდე ეს ტერიტორია. ხა მე და თქვენ ტელეჟურნალისტები ვართ და ძალიან კარგად ვიცნობთ ვიდეო მონტაჟის თუ ტელეკამერების მუშაობის სპეციფიკას და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად დადგმული, რომ გამოჩენილი იყო მასობრივი აქცია. სინამდვილეში ჩვენ თუ გავაანალიზებთ ამას რეალურად, ეს იყო ამ 6500 კვადრატულ მეტრზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა, ამბობენ 11000, მე მოუმატებ რა კიდე. ზევითავალ თქვათ იყო 25000 კაცი, იმიტომ რომ 6500 რო გავამრავლოთ 4 კაცზე, მახსოვს 100000. კარგით ახლა 100000 ნამდვილად არ ყოფილა. 1 კვადრატულ მეტრზე დგება, ანუ ეტევა 4 კაცი. 6500 რო 4-ზე გავამრავლო და ახლა 28000-იც არ არის. ანუ რაც ჩვენ აქციაზე იყო, მხოლოდ ბათუმში აჭარის რეგიონიდან, ერთი რეგიონიდან წარმოიდგინეთ და ეს ახლა რამდენი პროცენტი არის? მთელი ქვეყნის მასშტაბით, აი ეს დაახლოებით 24000-იც რომ ყოფილიყო, ჯერ ერთი არ იყო. ეს არის დაახლოებით 2%. მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეხლა მე ვსვამ კითხვას. სოციოლოგიური კვლევა ახსენეთ თქვენ იმედის. აი იმედის, ეს არის აი ჩემთვის აუხსნელი ფენომენი. იმედი და ეს გორბი რატო აცოცხლებს აი ესე მიზან მიმართულად, რატომ აცოცხლებს ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ნამდვილად არა აქვს რამდენი პროცენტი 13, ხო? 13%. ნამდვილად არა აქვს 13%. არანაირი კვლევებით არ უფიქსირდებათ ეს 12-13%, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გორბი, მე რუსთავიორის არ მიკვირს, კიდე ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის ტელევიზია მხარდამჭერი ნაცმოძრაობის, გერმანული კომპანიაც მათი არის დაქირავებული და იმ ციფრებს ავრცელებენ, რაც მათ აწყობთ. მაგრამ იმედი ხო არ არის ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია.
იმედი ამბობს რომ მე ვარ თავისუფალი. სინამდვილეში გათვალისწინებით არ ფიქრობთ რომ შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობას მართლაც კონდეს ის 13%? არ ფიქრობ ამას და რატო არ ფიქრობ გეტყვით სხვა აზრი მინდა დავასრულო. იმედი რომელიც არის ერთის მხრივ ამბობს თავისუფალი, მაგრამ მეორეს მხრივ ყველას გვესმის რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტელეკომპანია მუდმივად აი ამ გორბის საშუალებით, რომელსაც სხვათა შორის პოლიტიკური კვლევები არასდროს არ ჩაუტარებია გორბის. აი წელს დაიწყო პოლიტიკური კვლევების ჩატარება, აცოცხლებს ნაცმოძრაობას. რატო ხდება ესა? მე ამ შეკითხვას უსვამ ქართულ ოცნებას, ამ შეკითხვას ზოგადადაც უსვამ საზოგადოების საყურადღებოდ. ეხლა ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ზოგადად იმედს რატომ მოიაზრებთ ეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ? იმიტომ რომ ეხლა ნაცნობობის თვალსაზრისით თუ ნაცნობობაზე არ არის საუბარი ხა არ ამგონია რომ ბატონი რუხაძე რომელსაც აქვს კავშირი ამ ტელევიზიასთან და არის ფლობელი ხო სწორია არ იყოს დაკავშირებული ხელისუფლებასთან არ გაითვალისწინოს ხელისუფლების ინტერესები და ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ანუ ფიქრობთ რომ 20-30 ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ხელისუფლების ინტერესს ამას არ ვფიქრობ იმიტომ რომ 20-30 სხვათა შორის არანაირი კვლევები ესეთი ტენდენციური კვლევები არ გავრცელებია და ყველას დაუთმეს ეთერი. ყველას დაუთმეს ეთერი და პლუს ერთ რამესაც გეტყვით არასდროს არანაირ დებატში მე იმედს არ მიუწვევი ვარ და 20-30-ში მეც და სხვა პოლიტიკოსების თავისუფლად მონაწილეობენ გადაცემებში. ეხლა ავწდით თემას. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე რომ რეიტინგები აბნევს საზოგადოებას შეცდომაში შეყავს საზოგადოება ეს ყალბი კვლევები ეს რაღაცა პროცენტები მოდით რა მარტივად ვიტყვი 2014 წელს მივიღეთ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა მაშინ საქართველოს ნახევარში მაკა და ჩვენ 12% ავიღეთ სინამდვილეში იმ არჩევნებში 2014 წლის არჩევნებში მაგრამ ვინაიდან საქართველოს ნახევარი მოვიცავით ოლქების 6% გამოვიდა გადავლახეთ ბარიერი გავხდით კვალიფიციური პოლიტიკური პარტია მას შემდეგ იყო საგარეჯოს არჩევნები კი ბატონო ორი კანდიდატი იყო მთავარიო ხა არც ესე იყო საქმე სხვა პარტიებსაც ყავდათ იქ კანდიდატები დაყენებული არჩევნები იყო მაინც იქაც დავდეთ შედეგი პლუს აქტიურები ვართ ჩვენ ვართ პრაქტიკულად ერთადერთი პარტია ოპოზიციური რომელსაც აი საგარეჯოს არჩევნების რეგიონული არჩევნების თქვათ არც თუ მნიშვნელოვან საკითხზე 18000 კაცი გამოვიდა ქუჩაში რუსთაველის ძეგლთან 18000 კაცი 25000 ადამიანი გამოვიდა როცა ჩვენ ვთქვით რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს სამართლიანობის აღსადგენად და დღეს ჩვენ ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობის აი სრული მოტორი ჩართეს რა ძრავი სრული და ეს ის რაოდენობაც არ იყო ხალხის რომ პარლამენტთან გაჩერებული იყვნენ იმიტომ რომ ვერ შეავსებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას 25000 კაცი რო იყოს მაკა გაიჭედება აი როგორც ჩვენი აქციის დროს პარლამენტის წინა ტერიტორია. ანუ არ არიან არც 13%-ია ქართ მთავარი ძალა არა. ქალბატონო ირმა აცხადებთ რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ აიღებთ მეორე პოზიციაზე ვერ გახვალთ, ასეთ შემთხვევაში აანონსებთ აქციებს და ამბობთ რომ 8 ოქტომბერს საღამოსვე დაიწყებთ აქციებს. ცენტრისვა რის საფუძველზე ფიქრობთ რომ მეორე პოზიციაზე უნდა გავიდეს სწორედ პატრიოტთა ალიანსი? რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას? ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ გუშინ ჩაატარა ბრიფინგი და ჩვენ გამოვიტანეთ 280,000 ცალი კონტრაქტი მე წამოვიღე ხა ნიმუშისთვის აი ეს არის კონტრაქტის ფორმა სადაც წერია რომ მე ესა და ეს მოქალაქე 8 ოქტომბერს ხმას ვაძლევ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ქვევით არის მეორე ნაწილი სადაც ჩვენ ვპირდებით ჩვენ სამომრჩეველს რომ მას არ დავტოვებთ მარტო და ვიქნებით მის გვერდში გამარჯვების შემთხვევაში ეხლა 280,000 ცალი ასეთი ტიპის კონტრაქტი, როცა რას გულისხმობთ გვერდში დგომაში? გვერდში დგომაში იმას გულისხმობ, რომ აი ქართული ოცნების კანდიდატები რო არიან მაჟორიტარები და რაიონში რო ერთხელ არ ჩასულან, რომ მოეკითხათ საკუთარი ამომრჩეველი, ეხლა რო გამოვწყინდნენ სოფლებში და ქალაქებში, ჩვენ ამას არ ვიზავთ. საგარეჯოს რომ მოვიგებ, მე დავრჩები საგარეჯოში, რომ იმ ადამიანებს მოუარო, ვინც 12000 ცალი აი ესეთი კონტრაქტი გამომიგზავნა საგარეჯოდან. სესიებს რაც შეეხება მინდა ეს. სესიებსაც დავესწრები და ხალხსაც დავეხმარები და საგარეჯოსაც არ დავტოვებ და 280,000 ცალი აი ესეთი კონტრაქტი, მაგრამ ეს ნიშნავს 20%-ს. იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 2014 წელს 1,480,000 ამომრჩეველი მივიდა. და ეხლა
ის არის, იცით, აი საოცრებათა სამყაროში ვხვდებით ჩვენ. მოკლედ მიპასუხე, შენი პოზიცია ძალიან მაინტერესებს აი ამ საკითხთან მიმართებაში. ნებისმიერი ლიდერი, რომელიც მოდის სტუდიაში ან გვერდება პირდაპირ ეთერში, საუბრობს იმაზე, რომ პირველ თუ არა მეორე ადგილს აიღებს აუცილებლად. აი ეს როგორ ხდება? მე არ ვიცი როგორ, მე რეალისტი ვარ. ან რატომ აქვს ასეთი მოლოდინი, რომ ყველამ უნდა აიღოს მეორე პოზიცია? მე რეალისტი ვარ. მე არ მახასიათებს გაზვიადება ჩვენი შესაძლებლობების და რაღაცა ავადმყოფური იდეები და აკვიატებული იდეების ქვეშ არ ვცხოვრობ. ჩემთვის აი ეს კონტრაქტი 280,000 ცალი და ის რომ 20%-ია რეალურად ეს უკვე ჩვენი ეს არის ძალიან სარწმუნო დოკუმენტი, იმიტომ რომ ადამიანმა, რომელმაც გაბედა შეევსო ეს კონტრაქტი, სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, ტელეფონი, მისამართი, იდენტიფიცირებული ანკეტებია. რომ ეს ადამიანები ნამდვილად თქვენ მოგცემთ ნამდვილად ჩვენ მოგცემენ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ბედავს, რომ შეავსოს ეს კონტრაქტი, ეს ვინ მოგახსენათ, რომ შიში არ არის? შიში არის, იმიტომ რომ ვისი აი იმ მუტანტის ეშინიათ, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა ახალი პროდუქტი პოლიტიკური ცხოველის, ეს არის შეჯვარებული ნაცების და ოცნების ახალი ჯიში და ხალხმა ჯერ არ იცის ეს რა ტიპის პოლიტიკური ცხოველია, აი ამისი ეშინიათ. არ იცის რა რეაქცია ექნება იმას, როგორ გაიყვანს არჩევნებზე, რა ტიპის მუქარები იქნება და მუქარები არ არის? როგორ არ არის? ხა ბანერებზე ჩხუბობს სამარცხვინოა უკვე ყველა პარტიის ლიდერი ბანერი ჩამომიხიეს, პატარა ბავშვებივით რა, ვითომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იყვნენ, პლაკატი დამიხიეს, სინამდვილეში ყველას აშინებენ ამომრჩეველს. ქართული ოცნება აკეთებს ამას. შენ მოგეხსნება სოციალური დახმარება თუ ირმაინაშვილს მიცემ ხმას, შენ გაგიშვებენ სამსახურიდან თუ იმას მიცემ ხმას. ეთერს გარეთ ვისაუბროთ კონკრეტული ფაქტები მინდა ირმა. ფაქტების მეტი რა არის, ჩამოგძანდით თქო. მესამედ გეუბნებით, ჩამოგძანდით საგარეჯოში. მოიარეთ სოფლები და თქვენ კონკრეტული სახელები, გვარები და ნამდვილად ერთი წუთი დაგრჩა. აი ვამთავრებ. თუ შეგიძლიათ, ან მინდა რომ ეს ერთი წუთი თქვენ გამოიყენოთ თქვენი ამომრჩევლისთვის, იმისთვის რომ მათ მიმართოთ და გარკვეული დაპირებები და რაც გსურთ უთხრათ მას პირდაპირ ეთერში. თუ ესეთი კონტრაქტი დევს უკვე 280,000 ცალი, რომელიც ამბობს რომ მე შენ გიჭერ მხარს, ესე იგი იმის გარდა ხო არის ხალხი კიდე რომელიც მხარს გვიჭერს ჩვენ. ვინც არ შეავსო ეს კონტრაქტი. პირველ პოზიციაზე არ გავდივართ ნამდვილად, შეიძლება ვიღაცას ეწყინოს, ვიღაცას გაეხარდეს, მაგრამ პირველ პოზიციაზე ჯერ მარტო იმიტოა ქართული ოცნება, რომ რესურსი აქვს ადმინისტრაციული, მაგრამ ყველგან ჩვენ გვაქვს 30%, მყარად გვაქვს ეს 30% და იზრდება კიდე ეს ჩვენი რეიტინგი, ქართული ოცნების რეიტინგი ეცემა და მიუმართავ ბატონო ჩვენ ამომრჩეველს. ჩვენ მთელი 10 წელი გავატარეთ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში. ჩვენ გქონდა მოლოდინი, რომ შეიცვლებოდა ხელისუფლება და ქვეყანაში ჩატარდებოდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. გარემო თითქოს მშვიდია, მაგრამ სინამდვილეში უკვე მიდის არჩევნების გაყალბება. აი ამ სხვადასხვა ტიპის კვლევების პრეზენტაციი და შედეგების გავრცელებით. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას. ნუ გააყალბებთ ამ არჩევნების შედეგებს. ის მივიღოთ ის შედეგი, რაც რეალურად გვაქვს, არაფერ ზედმეტს ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან, არ გაგვიყალბოთ შედეგები. მეორეს მხრივ მე მიმართავ ჩვენს მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაცია. აღარ იქნება არავითარი შიმშილობა და მთავრობის სახლის წინ ლოდინი, რომ ხელისუფლება გამოვა და რა დიალოგზე წამოვიდნენ, მაკა. არც არაფერი შეცვალეს ოპოზიციასთან საუბრისას, საარჩევნო სისტემა ძველი დარჩა, სააკაშვილის მიღებული საარჩევნო კოდექსი დატოვეს, იმიტომ რომ ჭირდებათ თვითონაც მოერგო ეს ხელისუფლება იმ კოდექსს და აღარ იქნება შიმშილობა, იმიტომ რომ ძალა გვჭირდება ჩვენ, რომ აი ამ ტყუილს მოვერიოთ და 8 ოქტომბერს საღამოს 8 საათიდან ვაცხადებთ მობილიზაციას და შეკრებას რუსთაველის ძეგლთან თბილისში. 9 ოქტომბრიდან თუ არ იქნება ეს შედეგი დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის, სიმართლე თუ არ იქნება აღიარებული, ჩვენ გადავალთ ფართო მასშტაბურ აქციებზე, რეგიონებიდანაც დავძრავთ ჩვენ მხარდამჭერებს და ვეუბნები ხელისუფლებას, დაღლილი ვართ ამ ბრძოლაში, ხალხი არა ხართ თქვენ აკაცო. 10 წლის მანძილზე დავიღალეთ ჯერ იმ ბოროტებას ვებრძოდით, ეხლა თქვენ უნდა გიმტკიცებდეთ, რომ მართლები ვართ
სულ არ არსებობდეს, თქვათ, ისეთი ტიპის პარტია, როგორიც ჩვენ ვართ, ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ სტიმული მიცეს, შექმნას ესეთი პარტია და აღიაროს ის და ჩვენ ბუნებრივად ვართ გესმით და ესენი კიდე ნაციონალურ მოძრაობას აცოცხლებენ. ეს არის ცუდი, ამიტომ ამორჩეველს ვეუბნევით, თუ იქნება ტყუილი, არ იქნება დანდობა. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს ირმა ინაშვილი პასუხობდა. ასეთი იყო 5 ოქტომბრის 2030 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 2030-ის გვერდზე 2030.news მე მაკაცინცაძე ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.